არსებობს მრავალი გადაუჭრელი სამეცნიერო და ისტორიული საიდუმლო, რომლებიც შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მსოფლიო. ზოგი შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ დაარღვიოს ჩვენი წარმოდგენა სიცოცხლეზე ან თვითრეალობაზე. Ho and Don შორობდა მშვიდად თავის ოჯახთან ერთად ვიეტნამის Quang-Ngais პროვინციის Tay Tras რაიონის სოფელ Trekam-ში. როდესაც ვიეტნამის ომი დაიწყო ქვეყანაში, დონიც არმიასთან ერთად იბრძოდა. ომი 1954 წელს დაიწყო. კონფლიქტი, რომელმაც ვიეტნამის კომუნისტური მთავრობა და Viet Cong-ი შეაჯახა შეერთებულ შტატებს. ეს იყო ცივი ომის გამოვლენა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის. ომის დასრულებამდე 3 წლით ადრე, დონის სოფელი Tay Tras-ში განადგურდებოდა. შეერთებული შტატების არმია 1972 წელს მასობრივი განადგურების იარაღით დაეშვა ამ რეგიონში. თუმცა დონმა შეძლო ტრაგედიისგან გაქცევა და თავის შვილთან ერთად ახლომდებარე ჯუნგლებში გაიქცა. ფიქრობდა, რომ მისი ოჯახი აღარ იყო ცოცხალი. კაცი ღრმად შევარდა მცენარეულობაში, მის გულში გაიქცა, სადაც მას და მის შვილ ლანგს ვერასდროს აღმოაჩენდნენ. შემდეგი 3 წლის განმავლობაში ისინი ააშენებდნენ ხის სახლს და შეუფერხებლად იცხოვრებდნენ ჯუნგლებში. როდესაც ომი საბოლოოდ დასრულდა, დონმა და მისმა შვილმა სიფრთხილე არ დაკარგეს. იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ კონტაქტი დანარჩენ სამყაროსთან, არ იცოდნენ კონფლიქტის დასრულების შესახებ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ქაოსი კვლავ გრძელდებოდა და ძალიან ეშინოდათ გამოჩენის. მამასა და შვილს არ იცოდნენ, რომ ოჯახის წევრები გადაუჩნენ კონფლიქტს და ბოლო 41 წლის განმავლობაში ეძებდნენ მათ. 2013 წელს ხის მცველებმა ხის სახლში მცხოვრები მამაკაცები აღმოაჩინეს და ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინეს. შემდეგში დონის მეორე შვილი ამის შესახებ შეიტყობდა და მათ საძებნელად წავიდოდა. ბოლოს მან ისინი იპოვა. ლანგმა თავისი ძმა იცნო და მაშინვე შეეთვისა. მაშინ როცა სკეპტიკურად განწყობილ დონს ამის დაჯერება უჭირდა. საბოლოოდ ის მაინც დარწმუნდა, რომ ვიეტნამის ომი მართლაც დასრულდა და რომ ისინი თანამედროვე ცივილიზაციაში დაბრუნებას შეძლებდნენ. უხალისოდ ორივე გამოვიდა ჯუნგლებიდან, რადგან დონს ჯანმრთელობის გაუარესებამ ისინი ამისკენ აიძულა. იმ დროისთვის, როცა ისინი საზოგადოებაში დაბრუნდნენ და ცოცხალ ოჯახის წევრებს შეხვდნენ, ლანგი 42 წლის იყო, ხოლო მისი მამა 80-ის დასაწყისში იყო. მსოფლიოში ახალი ხმები იყო, ახალი რუტინები და ნაკლები კონფლიქტი. თანამედროვე ცხოვრება სრულად განსხვავდებოდა იმ ველური ბუნებისგან, რომელსაც ისინი იყვნენ მიჩვეულნი. Don the Lang's ისტორია გადარჩენისა და ერთგულების ამბავი იყო და იგი გამძლეობის მაგალითს წარმოადგენდა. Tri არასოდეს შეწყვეტია მამისა და დიდი ხნის წინ დაკარგული ძმის ძებნა, იმედი, რომელიც საუკეთესო გზით გაამართლებდა. უმეტესობა ადამიანებისა ყოველდღიურ ცხოვრებაში ვირუსებთან შეხება ქონია. იქნება ის უბრალო გაციებით, უფრო სერიოზული დაავადებებით თუ მცენარეების ფოთლებზე. მაგრამ იმის გაგება თუ რა არიან ისინი ზუსტად, ბევრად უფრო რთულია. ვირუსების სიცოცხლის ფორმებად მოხსენიება ეწინააღმდეგება სიცოცხლის მკაცრ განსაზღვრებას, მაგრამ ამ პატარა პათოგენებს აქვთ ბევრი ის თვისება, რაც ამ განსაზღვრების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა ვირუსებთან დაკავშირებით არის ის, თუ საიდან მოდიან ისინი ზუსტად. ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება დაგვეხმაროს, უკეთ გავიგოთ, რა არის ზუსტად სიცოცხლე. ვირუსები არსებითად გენეტიკური მასალის ძაფებია, რომლებიც ცილოვანი გარსითაა შემოსაზღვრული. ისინი დროთა განმავლობაში ვითარდებიან და მრავლდებიან, თუმცა ისინი მეტაბოლურ პროცესებს არ ახორციელებენ. ისინი არ იკვებებიან, არ მრავლდებიან და არ წარმოქმნიან ნარჩენებს, ასევე ვერ მრავლდებიან მასპინძელი ორგანიზმის გარეთ. ისინი უჯრედში და პარაზიტები არიან, რომლებიც გადარჩენისთვის სხვა სიცოცხლის ფორმებზე არიან დამოკიდებული. სამწუხაროდ, ეს აუცილებლად არ ეხმარება მეცნიერებს იმის გარკვევაში, საიდან მოვიდნენ ისინი. ვირუსების წარმოშობის შესახებ 3 ძირითადი თეორია არსებობს. პირველია პროგრესული ან გაქცევის ჰიპოთეზა. ეს ვარაუდობს, რომ ვირუსები ოდესღაც უფრო რთული სიცოცხლის ფორმების ნაწილი იყვნენ. ბევრ რთულ სიცოცხლის ფორმას, მათ შორის ადამიანებსაც, აქვთ გენეტიკური ელემენტები, რომლებიც გენომში გადაადგილებას ახერხებენ. თეორია ვარაუდობს, რომ ვირუსები ერთ-ერთი ასეთი გენეტიკური ელემენტიდან წარმოიშნენ. მათ შეძლეს ერთი უჯრედიდან გამოსვლისა და მეორეში შესვლის უნარის შეძენა. მეორეა რედუქციული ჰიპოთეზა. ვირუსები ოდესღაც შეიძლება უფრო ახლოს ყოფილიყვნენ ნამდვილი სიცოცხლის ფორმებთან, ვიდრე დღეს არიან. ისინი შეიძლება თავისუფლად მცხოვრები და დამოუკიდებელი იყვნენ, მაგრამ შემდეგ სხვა სიცოცხლის ფორმასთან სიმბიოტური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობა უფრო პარაზიტულ ხასიათს შეიძინა. ვირუსმა დაკარგა გენები, მათ შორის ისინიც, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრებას აძლევდა საშუალებას და ნელ-ნელა გადაიქცა იმად, რასაც დღეს ვიცნობთ. მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ვირუსები საერთოდ არ წარმოიშნენ სიცოცხლისგან.
ვირუსის პირველობის ჰიპოთეზა ვარაუდობს, რომ ვირუსები განვითარდნენ მანამდე, სანამ სიცოცხლე გაჩნდებოდა, ან სულ მცირე, ძალიან ახლოს სიცოცხლის წარმოშობასთან. ვირუსები წარმოუდგენლად მარტივია და შესაძლოა ისინი იყვნენ პირველი თვითგამრავლებადი ერთეულები, რომლებიც განვითარდნენ. დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი უფრო რთული გახდა და განავითარა ის ენზიმები, რომლებიც აუცილებელია უჯრედის კედლების შესაქმნელად. საბოლოოდ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ნამდვილ სიცოცხლედ იქცა, ან სულ მცირე ხელი შეუწყო ნამდვილი სიცოცხლის განვითარებას. არსებობს მტკიცებულება ყველა ამ სამი ჰიპოთეზისთვის. ვირუსები ყველა სახის სიცოცხლეს აინფიცირებენ და ძნელია დაიჯერო, რომ ვირუსი, რომელიც თავდაპირველად ცხოველების ინფექცია იყო, შეიძლება განვითარდეს ისეთად, რომ მცენარეების ინფიცირება შეძლოს. უფრო სავარაუდოა, რომ ვირუსები წარმოიშვა მანამდე, სანამ სიცოცხლე ამ ცალკეულ სამეფოებად გაიყოფოდა და სხვადასხვა ვირუსი თავის მასპინძელთან ერთად ვითარდებოდა. ეს ვირუსის პირველობის ჰიპოთეზას მიანიშნებს. მაგრამ ზოგიერთი ვირუსი ზუსტად ემთხვევა იმას, რასაც პროგრესული და რედუქციული ჰიპოთეზები ამტკიცებენ. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ვირუსები სიცოცხლის ადრეულ ისტორიაში მრავალჯერ განვითარდნენ. ზოგი შეიძლება სიცოცხლეზე ადრე არსებობდა, ხოლო სხვები სიცოცხლის ადრეული ფორმების უჯრედებში წარმოიშვა. ვირუსებზე ახალი კვლევები მუდმივად ცვლის იმას თუ როგორ უყურებენ მეცნიერები ამ მიკროსკოპულ ორგანიზმებს. ჯგუფები და კლასიფიკაციები იცვლება და ვირუსები, რომლებიც ადრე ერთმანეთთან ახლოს მიიჩნეოდა, აღმოჩნდება, რომ სრულიად განსხვავებული შტოებიდან მოდიან. ერთ დღეს ეს კვლევები შეიძლება დაეხმაროს ვირუსების წარმოშობის საიდუმლოს ამოხსნაში, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ახალი თეორიებიც გაჩნდეს, როცა ამ უცნაური ორგანიზმების შესახებ უფრო მეც გავიგებთ. 25 წლის სავანა ჯანეს სპიკერი აღწერილია როგორც კავისფერთმიანი და კავისფერთვალება. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 2 ინჩი, ხოლო წონა 120 ფუნტი. სავანას წარსულის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ დედამისის თქმით მას მუდმივად სჭირდება მედიკამენტები და უკონკრეტებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულ ქალს შეიძლება რამდენიმე დღე არ ესაუბროს მშობლებს, ეს შემთხვევა განსხვავებული იყო. მიდლენდში, მიჩიგენში მცხოვრები სავანა მუდმივად იყო კონტაქტზე დედასთან. მისი მშობლების თქმით, სავანა რამდენიმე დღეა სამსახურში არ გამოჩენილა და არც ნათესავებსა თუ მეგობრებს დაკავშირებია, რაც შეშფოთების საფუძველი გახდა. დედამისის მიერ გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც განმარტებულია, რომ ამ პერიოდში მამა მისი კანონიერი მეურვეა და სავანას შესაძლოა სამედიცინო დახმარება სჭირდებოდეს. იმ დროს არავინ იცოდა, ვისთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკარგული ქალი ან სადაპირებდა წასვლას. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევამდე 1 წლითა და ნახევრით ადრე დაკარგული ქალი უდაბნოში ღრმად დაიკარგებოდა, რომ არა მათი ცოდნა მისი მდებარეობის შესახებ. საშიშად, იმ დროისთვის, როცა ოჯახი გააფრთხილეს მისი გაუჩინარების შესახებ, მისი მობილური ტელეფონის მდებარეობა უკვე გამორთული იყო, ან ბატარეა დაესვა. სავანას, როგორც ამბობენ, პერიოდულად ჰქონდა ეპიზოდები, რომლებიც მის ფსიქიკურ მდგომარეობას უკავშირდებოდა და ასე დროს მას დაუცველად ახასიათებდნენ. ბოლო ჯერ იგი 2025 წლის 29 მაისს დაინახეს მიდლენდში, როცა მართავდა თავის შავ 2009 წლად ლევი იმპალას. როგორც ამბობენ, მან მეგობარს გაუმხილა, რომ ჩრდილოეთ კაროლინაში წასვლა სურდა, ცოტა ხნით ადრე, სანამ გაუჩინარდებოდა. საქმემ Virginia's Aware Phone-ის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც დაკარგული ადამიანის პოსტერი შექმნა იმ იმედით, რომ ვინმე მას იცნობდა. TikTok-ში დახმარების თხოვნის შემდეგ, სავანას ნახვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. დამრეკავმა განაცხადა, რომ დაკარგული ქალი 4 ივნისს ნიუ-მექსიკოში თავის იმპალას მართავდა. სხვა ინფორმაციით, ის არკანზასში 5 ივნისს ნახეს, რამდენიმე დღით მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამიანებთან კონტაქტი დაკარგა. მაგრამ ეს ნახვები იმედის ნაპერწკალი იყო და საბოლოოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ საიდუმლოს გახსნაში. 6 დღით ამ უკანასკნელი ნახვის შემდეგ მოულოდნელი აღმოჩენა გაკეთდა. სავანა ჯინ სპიკერი იპოვეს უვნებელი და უსაფრთხო. 11 ივნისის აღმოჩენის შემდეგ დამატებითი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. ოჯახი, რომელიც სიხარულით შეხვდა საყვარელი ნათესავის უსაფრთხო დაბრუნებას, პირადი ცხოვრების პატივისცემას ითხოვს, რადგან ისინი გადადიან შემდეგ ნაბიჯებზე ამ შემაშფოთებელი გაუჩინარების შემდეგ. ზოგიერთი ყველაზე იდუმალი ობიექტი სამყაროში ის ობიექტებია, რომლებიც ერთ კლასიფიკაციასა და მეორეს შორის საზღვარზე იმყოფებიან. ამ ობიექტების აღმოჩენა შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ციური სხეულების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ის ნივთები, რომლებიც სამყაროს ქმნიან. 2006 წელს Montrealis უნივერსიტეტის მეცნიერებმა ესეთი ობიექტი აღმოაჩინეს. მხოლოდ 10 წლეულის შემდეგ მიხვდნენ, რამდენად უცნაური იყო ის ობიექტი, რომელიც აღმოაჩინეს.
თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მათ მიერ სახელდებული SIMP Gen0 136 56.5 + 0 9 3 3 4 7 ყავისფერი ჯუჯა იყო. ყავისფერი ჯუჯები ობიექტებია, რომლებიც პლანეტებზე დიდია, მაგრამ არა იმდენად დიდი, რომ ვარსკვლავებად იქცნენ. მათ ასევე არშემდგარ ვარსკვლავებსაც უწოდებენ. ზოგიერთ ყავისფერ ჯუჯას გარშემო პლანეტებიც კი ბრუნავს, მაგრამ მათ არ აქვთ საკმარისი მასალა ბირთვული შერწყმისთვის, იმ პროცესისთვის, რომელიც ვარსკვლავებს ანათებს. ისინი ჩვეულებრივ იუპიტერზე 13-დან 18-ჯერ უფრო მასიურები არიან და შეუძლიათ გამოსცენ სინათლე ან სითბო, რის გამოც დედამიწიდან დამკვირვებლებს ისინი მაგენტასფრად ეჩვენებათ. ამ დროისთვის მხოლოდ ირმის ნახტომში 3000-ზე მეტი ყავისფერი ჯუჯა იქნა აღმოჩენილი. ამ ახალ ობიექტში არაფერი იყო ისეთი, რაც მას განსაკუთრებულად უჩვეულოს გახდიდა. მაგრამ როცა მეცნიერებმა მას უფრო ახლოდან დააკვირდნენ, შენიშნეს, რომ ეს ჩვეულებრივი ყავისფერი ჯუჯა არ იყო. ობიექტის მასა მხოლოდ 12.7 იუპიტერის მასაა, რაც ოდნავ ნაკლებია იმ ზღვარზე, რომელსაც მეცნიერები ყავისფერი ჯუჯების ქვედა ზღვრად მიიჩნევენ. ეს მას უკიდურესად დიდ პლანეტად აქცევს, რომელიც არც ერთ ვარსკვლავს არ უდრიალებს. SIMP 013X მოხეტიალე პლანეტაა, რაც ნიშნავს, რომ მას მშობელი ვარსკვლავი არ ჰყავს. ამის ნაცვლად ის ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრს უდრიალებს. ის დედამიწასთან შედარებით ახლოს მდებარეობს, სულ რაღაც 19.9 სინათლის წლის მანძილზე, რაც მის შესწავლას ამარტივებს. ჯერჯერობით მეცნიერებმა ამ ობიექტის შესახებ რამდენიმე საინტერესო მახასიათებელი აღმოაჩინეს. გრძელი პერიოდის განმავლობაში დაკვირვებებისას ასტრონომებმა სიკაშკაშის ცვლილებები დააფიქსირეს. თავდაპირველად ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს უბრალოდ ღრუბლები იყო, მაგრამ უფრო დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს მეტ საჭიროებდა, ვიდრე უბრალოდ ღრუბლები. მეცნიერები ახლა ფიქრობენ, რომ ისინი აკვირდებიან ამ ღრუბლების ორ ფენას, ერთს, რომელიც უფრო ახლოსაა დედამიწის ზედაპირთან და არის ლაქებად განლაგებული, და მეორეს, რომელიც ბევრად უფრო მაღლაა და სილიკატური მასალებისგან შედგება. ასევე აღმოჩენილია ცხელი წერტილები უშუალოდ ღრუბლების ზემოთ. ობიექტს, როგორც ჩანს, აქვს ნახშირბადის სისტემა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლელი ელემენტი ამ ობიექტის პოლარული ციალია. პირველად მეცნიერებმა შეძლეს მზის სისტემის მიღმსმივმა პლანეტარული მასის ობიექტის მაგნიტური ველის გაზომვა. აღმოჩნდა, რომ ობიექტს ჰქონდა მაგნიტური ველი, რომელიც იუპიტერის მიერ წარმოქმნილზე 200-ჯერ უფრო ძლიერი იყო. სწორედ როგორ ახერხებს ასეთი ძლიერი მაგნიტური ველის წარმოქმნას, ამ ობიექტთან დაკავშირებული ერთ-ერთი საიდუმლოა. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ავრორები პლანეტის ატმოსფეროში. დედამიწაზე და ჩვენს მზის სისტემაში სხვა პლანეტებზე ავრორებს იწვევს მზის ქარებისა და პლანეტის მაგნიტური ველის ურთიერთქმედება. SIMP 013X-ის ძლიერი მაგნიტური ველის გათვალისწინებით შეიძლება არც იყოს გასაკვირი, რომ მას აქვს ბრწყინვალე ავრორები. მაგრამ კითხვა ისაა, ზუსტად რა ურთიერთქმედებს ამ ველთან. მას არ ყავს მასპინძელი ვარსკვლავი, ასე რომ მზის ქარი ამას ვერ გამოიწვევს. ერთი თეორია, რომ მას გარშემო პლანეტა ან მთვარე უტრიალებს, რაც იწვევს ამ დარღვევას. ეს ჩვენს მზის სისტემაშიც გვინახავს იუპიტერთან, მაგრამ ეს პირველი ობიექტია, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს და რომელიც წარუმატებელ ვარსკვლავსა და გიგანტურ პლანეტას შორის ზღვარზე მდებარეობს. თუ უკეთ გავიგებთ, როგორ მუშაობს SIMP 013X, ეს შეიძლება ახალ წამოდგენებს მოგცეს იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა ამ ორ კლასიფიკაციას შორის სინამდვილეში. ასტრონომებს ასევე აქვთ იმედი, რომ ობიექტის მაგნიტური ველის უკეთესი შესწავლა დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ სხვა შორეული ობიექტებიც, რომლებიც მსგავს ველს წარმოქმნიან. Brooklyn Park-ის მინესოტას მცხოვრები John Mary Benna 2025 წელს 65 წლის იყო. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა ერთი დეტალისა, რომელმაც მისი საქმე კიდევ უფრო გადაუდებლად აქცია. ჟანს აქვს დაუზუსტებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც მას მედიკამენტების მიღება სჭირდება. მათი გარეშე ის შეიძლება სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდეს და აუცილებელი მედიკამენტების ნაკლებობამ შეიძლება მის გადაწყვეტილებების მიღების უნარზე იმოქმედოს. ჟანის ოჯახს მასთან დიდი ხნის განმავლობაში არ ქონია კონტაქტი. ბოლოს კი მასთან 2024 წლის 23 დეკემბერს ესაუბრნენ. როდესაც ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ 2025 წლის დასაწყისში ჟანი რამდენიმე დღე არავის უნახავს, მაშინვე შეშფოთდნენ. მისი მდგომარეობის ცოდნით ისინი შეშფოთდნენ, რომ ჟანი საჭირო სამედიცინო დახმარების გარეშე იყო დარჩენილი. ახლობლება სწრაფად აცნობეს პოლიციას ქალის გაუჩინარების შესახებ, აღწერეს იგი როგორც რისკის ქვეშ მყოფი და განაცხადეს, რომ მისი პოვნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. მალე დადგინდა, რომ ჟანი ბოლოს ნახეს ავტობუსის გაჩერებაზე, რომელიც მდებარეობს Zane Avenue North-სა და Oak Grove Parkway-ის მახლობლად 2025 წლის 15 იანვარს. ის, როგორც ჩანს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინში იყო და მასთან ჰქონდა ორი დიდი ჩანთა. ვოცბის თქმით, ერთ-ერთ ჩანთას წითელი შიდა საფარი ჰქონდა.
იმ დღეს 16:30 საათზე ის ავტობუსში ჩაჯდა გრძელი ნაცრისფერი პალტოთი, ნაცრისფერი შარფით, ქუდითა და ჩექმებით. დადგინდა, რომ ჟანს სინამდვილეში წამლები თან არ ჰქონდა გაუჩინარების დროს, რის გამოც მისი საქმე განსაკუთრებული სისწრაფით განიხილეს. მას შემდეგ, რაც მისი გაუჩინარების გამოძიება დაიწყო, ოჯახის წევრები სხვა რესურსებსაც დაუკავშირდნენ და საქმე სოციალურ ქსელებში გაავრცელეს, რაც შეიძლება მეტი ცნობადობისთვის და ჟანის საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში შესანარჩუნებლად. Jacob Vetterling's Resource Centerმა ჟანის დაკარგვის შესახებ ფლეირი გამოაქვეყნა თავის Facebook გვერდზე, ქალის აღწერასთან ერთად. ამ პოსტმა გამოიწვია მისი ნახვის შესახებ დამატებითი ცნობები, მათ შორის ერთ-ერთი დაფიქსირდა კარის ზარის კამერაზე. სხვა ცნობების მიხედვით, ჟანი თებერვალში როჩესტერში იმყოფებოდა და სავარაუდოდ ცდილობდა აიოვაში წასვლას. ივლისში დადასტურდა, რომ იგი ნიუ-იორკის Queens-ში ერთ-ერთ დაუკონკრეტებელ თავშესაფარში შენიშნეს. მინესოტის კრიმინალური გამოძიების ბიურომ ჟანის კეთილდღეობაზე ზრუნვის გამო განგაში გამოაცხადა. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან დაკარგული ქალის ადგილსამყოფელთან დაკავშირებული ახალი მინიშნებები ან ნახვები არ არსებობდა. ინფორმაციის ნაკლებობის ფონზე მოულოდნელი იყო, რომ კრიმინალური გამოძიების ბიურომ გააუქმა გაფრთხილება და დაადასტურა, რომ ჟანი აღარ ითვლებოდა დაკარგულ პირად. 2025 წლის 19 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი უსაფრთხოდ იპოვეს და სამართალდამცა ორგანოებთან კონტაქტში იყო. იმ დღეს იგი ნაპოვნი იქნა ჩემპლინის, ნიუ-იორკის სასაზღვრო პატრულთან. ჟანი ჯერ კიდევ არ დაკავშირებია თავის ოჯახს, რაც უჩვეულო არ არის, რადგან მისი გაუჩინარებამდე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ ესაუბრებოდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მისგან არაფერი სმენიათ, ჟანის სტატუსი სისტემაში აჩვენებს, რომ ის უსაფრთხოდ არის. გაფრთხილებები მოხსნილია და ის ამოღებულია საფრთხეში მყოფი დაკარგულების სიიდან. 1959-დან 1958 წლამდე პალომარის ობსერვატორიის ცის კვლევის პროექტმა ღამის ცის თითქმის 2000 ფოტოგრაფიული ფირფიტა გადაიღო. ეს იყო პირველი მასშტაბური ასტრონომიული კვლევა თავის ჟანრში და ის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს ვიხილოთ, როგორი იყო ცა კოსმოსური ეპოქის გარიჟრაჟზე. თითქმის 60 წლის შემდეგ მეცნიერებმა, რომლებიც მონაცემებში ანომალიებს ეძებდნენ, შეამჩნიეს რაღაცა უჩვეულო, რაც ჯერ კიდევ აუხსნელია. პროექტი საუკუნოვანი დაკვირვების განმავლობაში გამქრალი და გამოჩენილი წყაროები წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო ძალისხმევას. პროექტი ადარებს ისტორიულ მონაცემებს, ცის თანამედროვე ფოტოებს, რათა იპოვოს ისეთი ობიექტების მაგალითები, რომლებიც თითქოს უგაფრთხილებლად ქრებიან ან ჩნდებიან. ეს ობიექტები შეიძლება ასტრონომიული მოვლენების ნიშანი იყოს, მაგალითად გიგანტური ვარსკვლავების შავი ხვრელებად ჩამოშლა, ან უფრო ჩვეულებრივი ობიექტები, როგორიცაა კომეტები. WASCOM გაანალიზა მონაცემები მრავალი ცის კვლევიდან, მათ შორის პალომარის მისიის მონაცემებიც. რაც პალომარის მონაცემებს ასე საინტერესოს ხდის, ის არის, რომ ეს მონაცემები იმ დროიდან მოდის, როცა ადამიანებს ჯერ არაფერი ჰქონდათ ატმოსფეროში გაშვებული. ბევრი გარდამავალი ობიექტი, რომელიც მოგვიანებით გადაღებულ ფოტოებში ჩანს, შეიძლება იყოს თანამგზავრები ან კოსმოსური ნარჩენები, რომლებიც ადამიანებმა ორბიტაზე გაუშვეს. მაგრამ პალომარის ფოტოგრაფიული ფირფიტების უმეტესობა გადაღებულია 1957 წლის ოქტომბრამდე და სპუტნიკის გაშვებამდე. ამ ფოტოებში არსებული გარდამავალი ობიექტები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ვიცით, რომ ისინი ნამდვილად არ არის დედამიწური წარმოშობის. WASCOM ასობით გარდამავალი ობიექტი იპოვა ფოტოგრაფიულ ფირფიტებზე სულ რაღაც 2000 დღეზე ოდნავ მეტი პერიოდის განმავლობაში. გარდამავალი ობიექტები ვარსკვლავებს გავს, მკვეთრი და ნათელია დაბინდვის გარეშე. ისინი ჩნდებიან ერთ ფოტოზე, მაგრამ არ ჩანს იმ ფოტოებზე, რომლებიც მანამდე ან შემდეგ არის გადაღებული. ეს საიდუმლო ვარსკვლავებიც დღეს ცაზე აღარ ჩანს. მეცნიერები, რომლებიც მონაცემებს აანალიზებდნენ, დაბნეულები იყვნენ თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს საიდუმლო ობიექტები. პალომარის კვლევამ ფოტოები დაახლოებით 50 წუთიანი ექსპოზიციით გადაიღო. ამ ობიექტებს ცაზე ამდენი ხნის განმავლობაში უძრავად უნდა ეყოთ, რომ სურათებში ისეთივე მკაფიოდ გამოჩენილიყვნენ, როგორც სურათებში ჩანან. ამან გამორიცხა ისეთი ობიექტები, როგორიცაა კომეტები, გამაგამოსხივების საფეთქებები ან ასტეროიდების ფრაგმენტები. მეცნიერებმა ასევე შეძლეს გრავიტაციული ლინზირების გამორიცხვა. 2025 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელმაც მიუთითა უცნაურ კორელაციაზე. ამ იდუმალი გარდამავალი ობიექტების აღმოჩენის ალბათობა დაახლოებით 45%-ით იზრდებოდა იმ დღეებში, რომლებიც ბირთვული იარაღის გამოცდამდე ან მის შემდეგ 24 საათიან მონაკვეთს ემთხვეოდნენ. კვლევის ავტორებმა შეისწავლეს ბირთვული იარაღის გამოცდები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა, საბჭოთა კავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ჩაატარეს და ამ თარიღებზე დაფიქსირებული ტრანზიენტები სხვა ტრანზიენტებს შეადარეს. არა მარტო ტრანზიენტების რაოდენობა იყო ბევრად მეტი გამოცდების პერიოდში, არამედ მათი უმეტესობა დაფიქსირდა გამოცდის შემდეგ 24 საათში. ეს ორი რამიდან ერთ-ერთს მიანიშნებდა.
პირველი იყო ის, რომ თვითონ ტესტებში იყო რაღაც ისეთი, რაც იწვევდა ამ იდუმალ სინათლის წერტილებს. მცირე შანსი იყო, რომ თავად გამოსხივება იწვევდა ამ გარდამავალ მოვლენებს. გამოსხივება, როგორც წესი, უფრო გაფანტულ ანომალიას იწვევდა. კვლევის ავტორებმა ასევე გამორიცხეს იმის შესაძლებლობა, რომ ეს იარაღის გარსაცმების ფრაგმენტები ყოფილიყო. ისინი ძალიან მაღალ ორბიტაზე უნდა ყოფილიყვნენ, რათა ფოტოებში უძრავად გამოჩენილიყვნენ და თითქმის 24 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო მათი არსებობა, რომ ზოგიერთ სურათში გამოჩენილიყვნენ. კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ბირთვული ტესტები თითქოს რაღაცას იზიდავდა. ავტორებმა ივარაუდეს, რომ ტრანზიენტებს შეიძლება კავშირი ქონოდათ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან, რომლებიც ბირთვული ტესტირების ადგილების გარშემო შენიშნეს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტრანზიენტების ზრდა კორელაციაში იყო ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ხილობის ზრდასთან. სამწუხაროდ ეს მონაცემები შესაძლოა ყველაზე სანდო არ იყოს და არ ითვალისწინებდა იმ დღეებში ნანახ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, როდესაც ტრანზიტები არ დაფიქსირებულა. ბევრი მეცნიერი სკეპტიკურად უყურებს ამ დასკვნებს. უფრო რეალისტური შესაძლებლობაა, რომ ეს ტრანზიენტები სინამდვილეში თავად ფოტოგრაფიულ ფირფიტებზე არსებული დეფექტებია. ფაქტობრივი ფიზიკური ფირფიტების შესწავლის გარეშე ეს შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. ენდრაშ თომა დაიბადა 1925 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ უნგრეთში და მოგვიანებით მუშაობდა მჭედლის შეგირდად. 1944 წლის ოქტომბერში მეორე მსოფლიო ომის მოახლოებული საფრთხის ფონზე მაშინ 19 წლის თომა გაიწვიეს უნგრეთის სამეფო არმიაში და მსახურობდა საარტილერიო პოლკში. ამავე წელს მისი ცხოვრება დრამატულად შეიცვლებოდა, რის გამოც მისი ოჯახი დარჩა გაურკვევლობაში, რა შეიძლებოდა დამართმოდა. საბჭოთა არმიამ ახალგაზრდა ჯარისკაცი დაატყვევა და მაშინვე რამდენიმე ასეულ სხვა ტყვესთან ერთად სამხედრო ტყვეთა ბანაკში გადაიყვანა. ბანაკი მდებარეობდა სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, რომელიც მაშინ ლენინგრადის სახელით იყო ცნობილი. ომის დასრულებიდან 2 სრული წლის შემდეგ ბანაკი საბოლოოდ დაიხურა და იქ მყოფი ტყვეები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გადაანაწილეს, ხოლო მცირედმა მათგანმა შეძლო სახლში დაბრუნება. სამწუხაროდ თომასთვის ასე არ მოხდა. ბანაკში გადატანილი სტრესის გამო თომა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც კოტელნიშში, რუსეთში მდებარეობდა. აქ მას დაუსვეს დიაგნოზი მოძველებული ტერმინით ფსიქონევროზი, რომელიც დღეს მხოლოდ ფროიდიანელი ფსიქოანალიტიკოსების მიერ გამოიყენება. იმ დროს ეს ტერმინი გამოიყენებოდა შფოთვითი აშლილობების აღსაწერად, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც სიმპტომების დათრგურმა იგულისხმებოდა. სიმპტომებში შედიოდა გადაჯარბებული მუხლის რეფლექსები და დერმატოგრაფია. იმის გამო, რომ მას ეს დიაგნოზი დაუსვეს და რუსულად საუბარი არ შეეძლო, თომა იძულებული გახდა დარჩენილიყო დაწესებულებაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგებოდა უნგრეთის ხელისუფლებისთვის, რომლებიც ომის დაკარგულ მსხვერპლებს ეძებდნენ. საბათქოფომ ასევე ვერ შეძლო პაციენტების სათანადო ავრიცხვა. მაგალითად, თომა იყო ჩაწერილი როგორც ენდრაშ თომასი. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგული ჯარისკაცი საავადმყოფოში დავიწყებული იყო და როცა იპოვეს, უკვე მოხუცი იყო და წარსული ცხოვრების მხოლოდ ბუნდოვანი მოგონებები ჰქონდა. 1997 წელს სლოვაკმა ექიმმა მოინახულა ეს დაწესებულება და აღმოაჩინა, რომ ყველა რუსულენოვან პაციენტს შორის მხოლოდ ერთი საუბრობდა სხვა ენაზე. მან თომასის ენა უნგრულად ამოიცნო და დაგეგმა, რომ ის თავის ქვეყანაში დაებრუნებინათ. 2000 წლის 11 აგვისტოს უნგრეთის ხელისუფლებამ მამაკაცი ქვეყანაში გადაიყვანა და დაიწყო მისი იდენტიფიცირების ხანგრძლივი პროცესი. 80-ზე მეტი ოჯახი გამოვიდა და ამტკიცებდა, რომ თომასი მათი დაკარგული ნათესავი იყო, მაგრამ არ არსებობდა ჩანაწერები, რომლებიც მათ მტკიცებებს დაადასტურებდა. ხელისუფლებამ მხოლოდ თომასის ბოლო მოგონებებს ეკრდნობოდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ისინი სწორ მიმართულებაზე დაეყენებინა. სიტპოთი სავსე მომენტში ომის ტყვე, რომელიც 5 წლეულის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, მისმა ოჯახმა მაშინვე იცნო. ამდენი წლის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა და ახლა ისტორიაში ყველაზე ხანძლივი ტყვეობის მქონე ომის ტყვედ ითვლება. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში თომასის აუნაზღაურებელი სამხედრო სამსახურის ხელფასი გროვდებოდა, რის შედეგადაც მისი დაბრუნებისას საკმაოდ დიდი თანხა დაგროვდა. 2016-დან 2018 წლამდე მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინურიდან უჩვეულო რადიოსიგნალები დააფიქსირეს. თითქმის 10 წლეულის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ზუსტად ეთქვათ, რა დააფიქსირეს. ანიტას ბალონური ექსპერიმენტები შექმნილი იყო იმისთვის, რომ დაეფიქსირებინათ რადიოსიგნალები, რომლებიც წარმოიქმნებოდა ნეიტრინოების ყინულთან ურთიერთქმედების შედეგად. ნეიტრინოები წარმოუდგენლად პატარა ნაწილაკებია და მასის მქონე ცნობილ ნაწილაკებს შორის ყველაზე პატარები არიან. ისინი ასევე მაგნიტურად ნეიტრალურები არიან და უმეტეს საგნებთან არ ურთიერთქმედებენ, როცა კოსმოსში გადაადგილდებიან. მეცნიერების თქმით, მილიარდობით ნეიტრინო ყოველ წამს ჩვენს ხელში გადის, მაგრამ რადგან ისინი ასეთი ნეიტრალურები არიან, ჩვენ ვერაფერს ვამჩნევთ.
მაგრამ არსებობს განსაკუთრებული ნეიტრინოები, რომლებიც ყინულთან ურთიერთქმედებენ. ეს tau ნეიტრინოები გამოყოფენ მაღალი ენერგიის რადიოსიგნალებს, რომელსაც მეცნიერები შემდეგ აფიქსირებენ. 2016-დან 2018 წლამდე მეცნიერებმა ანტარქტიდის ზემოთ განთავსებული ბუშტები გამოიყენეს ამ რადიოსიგნალების დასაფიქსირებლად. მათ შეძლეს ამ სიგნალების მიმართულების დადგენა, რაც მიუთითებდა იმ მიმართულებაზე, საიდანაც tau ნეიტრინო მოვიდოდა. მეცნიერებს შეეძლოთ ნეიტრინოს წყარომდე მიკვლევა, რომელიც შეიძლება ხილული სამყაროს კიდემდე შორს იყოს. მაგრამ ამის ნაცვლად მეცნიერებმა რაღაც უცნაური აღმოაჩინეს. სიგნალები მიუთითებდა, რომ tau ნეიტრინოები თვითონ დედამიწის გავლით მოდიოდნენ. ნაწილაკი, როგორც ჩანს, ჰორიზონტს მიღმა მოდიოდა და ყინულს მკვეთრი კუთხით ეჯახებოდა. ეს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. ამ ნეიტრინოებს ენერგია უნდა დაეკარგათ იმ კილომეტრიან ქანებში მოგზაურობისას, რომლებიც უნდა გაევლოთ, რის გამოც ანიტას მათი დაფიქსირება არ უნდა შეძლებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ მომხდარა. თავდაპირველად მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ნეიტრინოს ახალი ტიპი, ან ნეიტრინო, რომელიც აქამდე არ ნახუქცევას ავლენდა. ჩვენი ფიზიკის ცოდნა ყველაზე მცირე მასშტაბებზე მუდმივად იცვლება და ვითარდება და ეს შეიძლება ყოფილიყო ახალი აღმოჩენა, რომელიც ახალ სამყაროს გამოგვიკვლევინებდა. მაგრამ ახლა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასე არ არის. მეცნიერებმა ახალი ექსპერიმენტები ჩაატარეს, რათა ანიტას პროექტის მიერ დაფიქსირებული ტიპის ნაწილაკები აღმოეჩინათ. მათ ასევე გადაამოწმეს მონაცემები სხვა ექსპერიმენტებიდან, რათა აღმოეჩინათ რაიმე მტკიცებულება ზემოთ მოძრავი ნაწილაკის შესახებ. მაგრამ არაფერი ეკო მსგავსი იმისა, რაც ანტარქტიდაში აღმოაჩინეს. ეს, როგორც ჩანს, გამორიცხავდა ნეიტრინოებს, როგორც ანიტას ბუშტის ექსპერიმენტების დაფიქსირებული რადიოსიგნალების წყაროს. სამწუხაროდ, ეს არ დაეხმარა მეცნიერებს ზუსტად დაედგინათ, რა იყო აღმოჩენილი. როდესაც ანიტას პროექტი დაიწყო, თეორია იყო, რომ მისი მდებარეობა მსოფლიოს ყველაზე შორეულ რეგიონშია და ეს დაეხმარებოდა სხვა სიგნალების ჩარევის აღმოფხვრაში. მაგრამ ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ანომალიის აღმოჩენაში. ერთი თეორია ამ იდუმალი რადიოსიგნალების შესახებ არის ის, რომ ისინი გამოწვეული იყო რადიოტალღების გავრცელების გარკვეული ეფექტით, რომელიც ხდება ყინულის მახლობლად და ანტარქტიდის ჰორიზონტთან. მეცნიერების თქმით, რომლებიც ცდილობენ ამ საიდუმლოს ამოხსნას, მათ გაანალიზეს რადიოტალღების სხვადასხვა გავრცელების ეფექტები და ვერ იპოვეს არც ერთი, რომელიც ემთხვეოდა ანტარქტიდაში ნანახს. მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს იყო ეფექტი, რომელიც აქამდე არასდროს უნახავთ. სხვა თეორია ვარაუდობდა, რომ ამას შეიძლება კავშირი ქონოდა ბნელ მატერიასთან. ჩვენი ამჟამინდელი სამყაროს მოდელების მიხედვით, ბნელი მატერია სამყაროში არსებული მატერიის უმეტესობას შეადგენს. ის არ ასხივებს და არც ურთიერთქმედებს სინათლესთან არანაირად, მაგრამ მისი აღმოჩენა შესაძლებელია იმ გრავიტაციული ეფექტებით, რომელსაც სხვა მატერიაზე ახდენს. ბნელი მატერია მეცნიერებისთვის სრულად არ არის გასაგები, მაგრამ შესაძლოა მას ჰქონდეს გარკვეული გავლენა ან კავშირი ნეიტრინოებთან, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. სხვა მხრივ, ეს შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული ტიპის სუბატომური ნაწილაკი, რომელიც აქამდე არასოდეს აღმოჩენილა. მხოლოდ ახალი კვლევები შეძლებს ამ კოსმოლოგიური საიდუმლოს შესაძლო ამოხსნის დაზუსტებას. სიდნი მარკესი, El Pasos მცხოვრები, დიდ პატივს სცემდა თავის დიპლომს. მან თავისი დროის დიდი ნაწილი დაუთმო ნეირომეცნიერების დიპლომის მიღებას ტეხასის A&M უნივერსიტეტში, რაც საოცარი მიღწევა მხოლოდ 24 წლის ასაკში. 2024 წელს სიდნი მოულოდნელი დიაგნოზი მიიღო. ვარაუდობდნენ, რომ მას შიზოფრენია ჰქონდა, მდგომარეობა, რომელიც მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებს. ახალგაზრდა ქალმა გადალახა მის წინ არსებული ბარიერი და განაგრძო ცხოვრება სრული სიხარულით. 2025 წლის 11 დეკემბერს ნაზი წითელთმიანი ჰისპანელი გოგონა ჩაჯდა თავის მანქანაში და დაიწყო მგზავრობა El Paso-დან Houston-ში, ტეხასში, სადაც ის მეგობრებს სტუმრობდა. იმ საღამოს ის ბოლოს Houston-ში, Bel Airs ბულვარის 9100-იან მონაკვეთში ნახეს. სათვალთვალო კამერებმა ასევე დააფიქსირეს, როგორ დადიოდა ის იმ სასტუმროს მახლობლად, სადაც იმყოფებოდა, როცა მეგობრებს სტუმრობდა ამ რაიონში. ვიდეოში, როგორც ჩანს, დაკარგული ქალი შენობის წინ მდებარე სადგომს კვეთს. ამის შემდეგ მისი დანახვის შესახებ სხვა ცნობები აღარ გავრცელებულა. ამ საქმეში რამდენიმე უცნაური გარემოება აწუხებს მის მეგობრებსა და ოჯახს. უპირველეს ყოვლისა, სიდნიმ თავისი მანქანა ჩართული დატოვა Bel Airs 9100 ბლოკში და ტელეფონი შიგნით დატოვა, როცა მანქანას მოშორდა. გამომძიებლების თქმით ჩანდა, რომ მას სრული განზრახვა ჰქონდა სასტუმროში დაბრუნებულიყო და ვიდეო ჩანაწერების მიხედვით ის სასტუმრომდე მისვლამდე რამდენიმე წუთის დაშორებით იყო, სანამ იდუმალად გაუჩინარდებოდა. საქმის უცნაურობას ისიც ამძაფრებდა, რომ სიდნის კიდევ რამდენიმე ნივთი დატოვებული ჰქონდა. მისი iPad-ი მანქანაში იყო დარჩენილი, ისევე როგორც მისი სასკოლო სამახსოვრო ბეჭედი და ტანსაცმელი.
სამართალ დამცველებმა ვერ იპოვეს ახსნა თუ რატომ არ მივიდა ის სასტუმროში, რომელიც სულ რაღაც 150 იარდის მანძილზე იყო. სხვა ვიდეო მასალაში, რომელიც გამომძიებლებმა მოიპოვეს, როგორც ჩანს, სიდნი ჰარვინის გზაზე დასავლეთის მიმართულებით აგრძელებდა მოძრაობას. როდესაც გამოძიება გავრმავდა, დაკარგული პირის პოსტერები განთავსდა ამ ტერიტორიაზე და ელ-პასოში ფლაიერები გაავრცელეს. სხვა ვიდეოს ძიებისას, რომელიც ამჯერად სამხრეთ გესნერის გზაზე ავტობუსის გაჩერებიდან იყო გადაღებული, დაკარგული ქალი შენიშნეს. სიდნი ბოლოს რომ ნახეს, იმიდან მთელი 5 დღის შემდეგ, ვიდეოში ჩანს, რომ მას ეცვა ნაცრისფერი ხუდი, ნაცრისფერი შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი. იმის რწმენით, რომ სიდნი შეიძლებოდა მეტროს ავტობუსში ასულიყო, ოფიცრებმა სცადეს დამატებითი კამერის ჩანაწერები მოეპოვებინინათ, მაგრამ არამუშა კამერების გამო ეს მცდელობა გელობა გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ. ამის ნაცვლად, სამართალ დამცველებს და ოჯახს მოუწიათ დაეკრნოთ საჯარო ინფორმაციასა და დადასტურებულ მინიშნებებს. გამოძიებაში ჩართული რამდენიმე უცხება მედიის საშუალებით გაავრცელებდა ცნობებს ამ საქმეზე, რათა მაქსიმალურად მიეპყროთ ყურადღება ამ მოვლენას და უზრუნველეყოთ, რომ გაშუქებაში ხარვეზი არ ყოფილიყო. ოჯახმაც ასევე ითხოვა თანაგრძნობა და პირადი სივრცის პატივისცემა ამ რთულ პერიოდში. რამდენიმე კვირის განმავლობაში გაუჩინარების საქმე დარჩა გაუხსნელი, რადგან არანაირი კვალი ან მტკიცებულება არ გამოჩნდა, რაც გამოძიებას წინ წასწევდა. 2026 წლის 2 იანვარს კი გარღვევა გამოცხადდა. სიდნი მარკესის საბოლოოდ პოვნა. ახალგაზრდა ქალი უსაფრთხოდ იყო და ჰიუსტონში იმყოფებოდა. იმ დილის 12 საათსა და 58 წუთზე ოფიცრები დაკარგული პირის შესახებ შეტყობინებაზე გამოეხმაურნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დამრეკავმა გზაზე მიმავალი ქალი შენიშნა, რომელიც სიდნი მარკესის აღწერილობას ემთხვეოდა. ის აღმოაჩინეს სიეტლის ქუჩის 16000-იან მონაკვეთში და დაკარგული პირის ფლაიერის საშუალებით ამოიცნეს. ახალგაზრდა ქალი სამედიცინო შემოწმებას დაექვემდებარა და დადგინდა, რომ მას არ ჰქონდა დაზიანებები და სამედიცინო დახმარება არ სჭირდებოდა. სიდნი საკუთარი თხოვნით გაათავისუფლეს, რითაც დაადასტურა, რომ მას სამედიცინო დახმარება ან დამატებითი დახმარება არ სჭირდებოდა. მისმა საყვარელმა დამ გააზიარა ეს ამბავი და განაახლა რამდენიმე სოციალური მედიის პოსტი. ოჯახის დანარჩენი წევრები და პოლიციის დეპარტამენტიც დაადასტურებდნენ ამ ინფორმაციას. სიდნის ბედნიერი პოვნის შესახებ დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოჯახის პირადი ცხოვრების დაცვის საჭიროებას. ამ ეტაპზე საზოგადოება უბრალოდ შვებით აახსავს, რომ სიდნი უვნებლად და უსაფრთხოდ იპოვეს. 1960-იან წლებში საჰაერო ფოტოგრაფიამ შოტლანდიის ფერტშირში დიდი ხნის წინ დაკარგული გორაკის ციხესიმაგრის კონტური გამოავლინა. მხოლოდ ბოლო დროს დაიწყო არქეოლოგიური სამუშაოები ამ ადგილზე. არქეოლოგებმა არა მხოლოდ გამაგრებული დასახლების ნაშთები აღმოაჩინეს, არამედ იდუმალი გვირაბიც, რომელიც ჯერ კიდევ აუხსნელია. ბრაქსი კენალცის ციხესიმაგრეზე გათხრების სამუშაოები 2022 წელს დაიწყო. ზედაპირზე აქ არსებული უძველესი ნაგებობების უმეტესობის მტკიცებულება ბოლო დროის ხუნათ ჰესვამ გაანადგურა. მაგრამ ზედაპირის ქვეშ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებმაც ისინი წარსულში დააბრუნა. აღმოჩნდა მტკიცებულებები დამცავი ზღუდეების, მრგვალი სახლებისა და მეტალურგიული ნაწარმის შესახებ. აღმოაჩინეს საბერველები, ასევე ნარჩენი მასალა, რომელიც მეტალურგიული სამუშაოების შედეგად იყო წარმოქმნილი. ეს იყო აყვავებული რკინის ხანის საზოგადოება და ეს ტერიტორია დასახლებული იყო ძველი წელთაღრიცხვის 500 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვის სპიტაღრიცხვის პირველ საუკუნემდე. ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 550 წელს, როცა აიგო თავდაცვითი კედლები და თხრილები. დაახლოებით 150 წლის შემდეგ განხორციელდა მეორე სამშენებლო ეტაპი. სწორედ ამ დროს აშენდა იდუმალი მიწისქვეშა ნაგებობა. Popularly საინფორმაციო საშუალებები ამ ოთახს გვირაბად აღწერდნენ, მაგრამ უფრო ზუსტი იქნება თუ მას სოტერაიდ მოიხსენიებთ. ეს არის ნახევრად მიწისქვეშა ქვისგან აშენებული ოთახი. ისინი შოტლანდიის მასშტაბით გვხვდება და თარიღდება ძვეწეწენტებლის ბოლო რამდენიმე საუკუნით და ახატეწენტებლის წედა პირველ 2 საუკუნემდე. ოთახებს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდათ, საკვების შესანახადაც და ადამიანების დასამალადაც. ბრაქსი კენალის სოტერაების დანიშნულება ამჟამად საიდუმლოა. ციხესიმაგრის ოთახი 9 მეტრის სიგრძის, 4 მეტრის სიგანის და მეტრზე მეტი სიღრმის იყო. ის მდებარეობდა ციხესიმაგრის ცენტრისკენ, რაც მიუთითებს, რომ მას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ყოველდღიურად ინტენსიურად გამოიყენებოდა. ოთახის მისასვლელი და განლაგება არაპრაქტიკული იქნებოდა რეგულარული გამოყენებისთვის. არქეოლოგებმა დეტალურად შეისწავლეს ოთახი და რამდენიმე მარცვალი მარცვლეული იპოვეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმის დასაჯერებლად, რომ ეს ნამდვილად ამ ადგილის მთავარი დანიშნულება იყო. ალტერნატიულ თეორიებს შორის იყო ვარაუდი, რომ ეს ადგილი რელიგიური ან სულიერი ცერემონიებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ტერიტორიაზე არანაირი რელიგიური არტეფაქტი არ აღმოჩნდა და სხვა მტკიცებულებაც არ არსებობდა, რაც ამ თეორიას დაადასტურებდა.
შესაძლოა ეს ოთახი ადამიანების დასამალად გამოიყენებოდა. ფორცვზე გაშენებული დასახლება გამაგრებებით იყო აშენებული, სავარაუდოდ რათა მცხოვრებლები გარედან მოსულებისგან დაეცვათ. მაგრამ თავად ოთახში არაფერი იყო ისეთი, რაც მის დამცავ ფუნქციაზე მიუთითებდა. ეს შეიძლება უბრალოდ დროის განმავლობაში დაკარგულიყო, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერი თეორიის მტკიცებულებაზე. არქეოლოგების თქმით, სოტერაე მხოლოდ დაახლოებით 100 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. ოთახში და სხვა თხრილებში ნაპოვნ ნარჩენებზე ჩატარებულმა ნახშირბადის დათარიღებამ აჩვენა, რომ ისინი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 300 წლისთვის დაიფარა დაშლილი ზღუდეებიდან წარმოქმნილი ფხვიერი ნიადაგით. რაც არ უნდა ყოფილიყო ამ პატარა საიდუმლო ოთახის დანიშნულება, ის დიდხანს არ გამოუკენებიათ. მიუხედავად ზღუდეებისა, თხრილებისა და სოტერაების არარსებობისა, ბროქსი კენელის ციხესიმაგრე კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში დარჩა დასახლებული. ტერიტორია აღარ იყო გამაგრებული, მაგრამ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ აქ ცხოვრება გაგრძელდა პირველ საუკუნემდე. თუმცა რატომ? ეს კიდევ ერთი საიდუმლოა. ეს მოხდა სწორედ იმ დროს, სანამ რომაელები ამ ტერიტორიაზე მოვიდოდნენ. შესაძლებელია ხალხი უფრო დაცულ ადგილას გადავიდა, ან უბრალოდ შემოჭრილი ძალების გზას გაერიდა. ესევე შესაძლებელია, რომ კულტურულმა ცვლილებებმა გამოიწვია ის, რომ ამ ბორცვებზე მდებარე დასახლებებში ცხოვრება აღარ იყო სასურველი. მხოლოდ შემდგომი არქეოლოგიური კვლევები შეძლებს ამ საიდუმლოს პასუხისგაცემას და ამ დაკარგული ისტორიის დეტალების გამჟღავნებას. მცირე რამ არის ცნობილი ლინდა ვორდის შესახებ, ქალის, რომელიც მიჩიგანში ცხოვრობს და მუშაობდა Art Wench-ში. ლინდა 2025 წელს 44 წლის იყო. მას ყავს 2 ჰასკი ძაღლი, ბენჯი და კოკო. ის ასევე ცნობილია, რომ მართავდა 2019 წლის ვერცხლისფერ Ford Escapes მიჩიგანის სანომრე ნიშნით EQG0213. მის მოკლე აღწერაში ბოლო 2 მახასიათებელი ასევე ფიგურირებდა მის გაუჩინარებაში 2025 წლის 11 დეკემბერს. იმ საღამოს დაახლოებით 20:50 საათზე ლინდა ბოლოს ნახეს, როცა ტოვებდა დაწესებულებას სახელად Whiskey in the Jar ბარი. ეცვა კრემისფერი ნაქსოვი პალტო და მრავალფერიანი შარფი, რომელიც გამორჩეული დეტალი იყო. ის ბენჯისა და კოკოსთან ერთად იყო და გავრცელებული ინფორმაციით ნახეს, როგორ ჩაჯდა მათთან ერთად თავის ვერცხლისფერ Ford Escape-ში, სანამ გაურკვეველი მიმართულებით წავიდოდა. 3 დღე გავიდა და ოჯახი უკვე შეშფოთებას იწყებდა. მათ ლინდასგან რამდენიმე დღეა არაფერი სმენიათ. 14 დეკემბერს მათ მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს ჰემთრემკის პოლიციის დეპარტამენტში, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა. მიუთითებდნენ, რომ მისი გაუჩინარების დროს ის საკუთარ მანქანაში ცხოვრობდა. როდესაც აქ-წერილობები სოციალურ ქსელებში გავრცელდა და საჯარო გახდა, მინიშნებები მოულოდნელად შემოვიდა. ლინდას ძმა Fox News უთხრა, რომ მისი დაკარგული დის ძაღლი შენიშნეს სავარაუდოდ დეტროიტის East Grand Boulevard-სა და Charlevoix რაიონებში. ეს ინფორმაცია ოჯახს მიაწოდეს 15 რიცხვში 4 დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქალი ბოლოს ნახეს. ბენჯი და კოკო მოგვიანებით უსაფრთხოდ და უვნებლად იპოვეს. გამოძიება გაგრძელდა, მაგრამ პოლიციამ ვერ იპოვა არანაირი მტკიცებულება ან მოტივი დანაშაულებრივი ქმედების. ლინდას ოჯახმა მისი ისტორია ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმებზე გაავრცელა, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ზე, სადაც განათავსეს ფოტოები, აღწერები, ცხელი ხაზები და შემდგომი განახლებები. გაუჩინარებული ქალის საქმე განახლდა და მიენიჭა საფრთხეში მყოფის სტატუსი, თუმცა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობდა არანაირი კვალი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას მაინც არ ჰქონდა მიზეზი ეჭვა, რომ აქ რაიმე ბოროტი ხდებოდა. შემდეგ თითქოს მოულოდნელად ჰემთრემკის პოლიციის დეპარტამენტმა განახლება გაავრცელა. ლინდა ვორდი აღმოჩენილი იქნა და ის იპოვეს 18 დეკემბერს საღამოს 8:30 საათზე. ოჯახს აცნობეს და გამოცხადდა, რომ ქალი და მისი 2 ჰასკი უსაფრთხოდ იყვნენ. მადლიერება გამოეხატა საზოგადოებას, რომელმაც მთელი ძებნის განმავლობაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა და ოჯახმა სთხოვა, რომ მომავალში მათი პირადი სივრცე იქნას დაცული. ლორწოვანი სოკო უცნაური ორგანიზმების ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს ტყეებში გვხვდება. ეს ორგანიზმი სიცოცხლის არც ერთ ტრადიციულ სამეფოში არ ჯდება და როგორც ჩანს, არ ღვევს ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში კოგნიტური აზროვნება. მისი სახელის და ზოგიერთი ლორწოვანი სოკოს ფორმის მიუხედავად, ისინი სინამდვილეში სოკოების ტიპს არ მიეკუთვნებიან. ესენი ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, რომლებიც ამებას უფრო გვანან, ვიდრე სოკოს რომელიმე სახეობას. მაგრამ მათი სიცოცხლის ხეზე განთავსებაც რთულია. არსებობს ლორწოვანი სოკოს მრავალი განსხვავებული ტიპი, რომლებიც 2 დიდ სუპერჯგუფში ნაწილდებიან. ზოგი სიცოცხლის ხეზე უფრო ახლოსაა მცენარეებთან, ვიდრე ლორწოვანი სოკოს სხვა ფორმებთან. კლასიფიკაციებით საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა და შესაძლებელია მომავალში მათი მდებარეობაც შეიცვალოს, რადგან მეცნიერები უფრო მეტს გაიგებენ ამ უცნაური ორგანიზმების შესახებ.
როცა უმეტესობა ერთუჯრედიან ორგანიზმებზე ფიქრობს, შეიძლება წარმოიდგინოს პატარა არსებები, რომლებიც მხოლოდ მიკროსკოპით ჩანს. მაგრამ ლორწოვანი სოკოს ერთი უჯრედი შეიძლება ძალიან დიდი იყოს. ერთი და იმავე სახეობის ორი ცალკეული ორგანიზმი შეიძლება ერთმანეთს შეუერთდეს და შექმნას ერთი დიდი უჯრედი მრავალი ბირთვით. ასევე შესაძლებელია უჯრედის გაყოფა ორ ცალკეულ ორგანიზმადაც. ლორწოვანი სოკო შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლედ მიიჩნევენ. ის უფრო მეტად გავს რაღაცას სამეცნიერო ფანტასტიკის რომანიდან. მაგრამ ლორწოვანი სოკო ბევრ მხრივ გავს უფრო ტიპურ სიცოცხლის ფორმებსაც. ისინი საკვებს ენერგიისთვის მოიხმარენ, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი მცენარე ან ცხოველი და შეუძლიათ გადაადგილებაც. მოძრაობა ნელია, მაგრამ ზოგ სახეობაში ცვლილების შემჩნევა უკვე 1 საათშია შესაძლებელი. ეს მოძრაობა მიზანმიმართულია, რადგან ლორწოვანი სოკოს საკვების ან უკეთესი პირობების საძიებლად გადაადგილდება. და სწორედ აქ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ამ ორგანიზმებში რამდენიმე საინტერესო თვისება. ლორწოვანი სოკო შეუძლია ლაბირინთებში გადაადგილება და როგორც ჩანს, საკვებამდე მისასვლელად ყველაზე მოკლე გზებს პოულობს. მეცნიერებმა დაადგინეს ამის ფიზიკური მექანიზმები. ლორწოვანი სოკო იყენებს განშტოვანებულ მილებს გარემოს შესასწავლად. როცა ორგანიზმი პოულობს საკვებს, მილების დიამეტრი, რომლებიც საკვებთან ახლოსაა, იზრდება, ხოლო შორს მყოფი ტოტები მცირდება და ზოგჯერ მთლიანად ქრება. ეს რაღაცნაირად ინახავს ინფორმაციას გარემოს შესახებ, რომელიც რჩება მაშინაც კი, როცა საკვები ქრება. როდესაც ახალი ინფორმაციის შენახვა ხდება საჭირო, ის ძველ ინფორმაციაზე ფენებად ეწყობა და რაღაც მსგავს ქმნის, რაც მოგონებებს გავს. ლორწოვან სოკოებს არა მხოლოდ მოგონებები აქვთ, არამედ მეცნიერები თვლიან, რომ მათი სწავლაც შესაძლებელია. ერთ ექსპერიმენტში ორგანიზმი ხიდის ერთ ბოლოში განათავსეს, რომელიც კავით იყო დაფარული. ლორწოვანი სოკო ყავის მწარე გემოს ერიდებოდა, მაგრამ ყავა რეალურად ორგანიზმს ზიანს არ აყენებდა. ხიდის მეორე ბოლოში იყო შვრიის ფაფა, რომელიც ლორწოვანი სოკოს საყვარელი საკვებია. თავდაპირველად მას არ სურდა ხიდზე გადასვლა და ცდილობდა ეს ისე გაეკეთებინა, რომ მაინც აერიდებინა ყავა. დროთა განმავლობაში მან ისწავლა, რომ ყავა სინამდვილეში არ აყენებდა ზიანს და საბოლოოდ ხიდზე უპრობლემოდ გადავიდა. თუმცა, როდესაც ახალ სტიმულს წააწყდებოდა, რომელიც არ მოსწონდა, ლორწოვანი სოკო ხიდზე აღარ გადადიოდა. მან ისწავლა ყავის მიღება, მაგრამ ეს ახალი ნივთიერება ვერ მიიღო. ლორწოვანი სოკოები, რომლებმაც ყავის მიღება ისწავლეს, შემდეგ შეუთავსეს გამოუწვრთნელ ლორწოვან სოკოებს. მან როგორღაც მოახერხა ეს სწავლება გადაეცა და მაშინაც კი როცა ისინი ისევ დააშორეს ერთმანეთს, ნასწავლი ქცევა დარჩა. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ შესაძლებელია თვინის გარეშე არსებას ახალი რაღაცების სწავლება. ზუსტად როგორ ხდება ეს მოლეკულურ დონეზე, საიდუმლოა. მეცნიერებს ასევე არ იციან, როგორ მოხდა ნასწავლი ქცევის გადაცემა. ბოლო კვლევები ლორწოვანი სოკოს შესახებ კვლავ გრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე ის მაინც საინტერესო თემად რჩება. დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვადასხვა ლორწოვანი სოკოები, როგორ ვითარდებიან და ფუნქციონირებენ ისინი, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვებია. ლისანსანგის ისტორია ჩვეულებრივი დაკარგული ადამიანის საქმე არ არის. მისი გავჩინარების ისტორიაში ლისანსანგი თქვენ იყო აყვანილი. შემდეგ გაათავისუფლეს და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო, რადგან სჯეროდა, რომ მისი ძველი ცხოვრება დიდი ხნის წინ დასრულდა. ლისანსანგის საქმე დაიწყო 1950 წელს, როდესაც კორეის ომი დაიწყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და კორეის რესპუბლიკას შორის. კონფლიქტმა საერთაშორისო მასშტაბები მიიღო იმ წლის ივნისში, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ, რომელსაც საბჭოთა კავშირმა საჭირო უპირატესობები მიაწოდა, სამხრეთი დაიპყრო. ალი სუნსანგი, სამხრეთ კორეის მცხოვრები, იყო ათასობით კაცთაგან ერთ-ერთი, ვინც ბრძოლაში ჩააგდეს. შემდეგი 3 წლის განმავლობაში ომი მძვინვარებდა და ორივე მხარეს ბევრი ჯარისკაცი მტრის ტყვეობაში აღმოჩნდა, ან სხვა გზით გაუჩინარდა. 1953 წელი იყო. ზავის ხელმოწერამდე მხოლოდ 2 დღით ადრე, როცა ალი სუნსანგი ჩრდილოეთ კორეამ დაატყვევა და ომის ტყვე გახდა, ბედი, რომელსაც მხოლოდ 2 დღეში ასწდებოდა, რომ არ დაეტყვევებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ომი დასრულდა, ბევრი მათგანი, ვინც ორივე მხარეს ტყვეობაში იყო, კვლავ პატიმრობაში დარჩა. ჩრდილოეთ კორეის ომის ტყვეებს შორის იყო ალი სუნსანგიც, რომელსაც აიოჯის დაუნდობელ ქვანახშირის მაღაროებში მუშაობა აიძულეს. იმ 3 წლის განმავლობაში, რაც ტყვეობაში იყო, ალი სუნსანგმა ნელ-ნელა იმედი დაკარგა, რომ ოდესმე შინ დაბრუნდებოდა და თავის ცოლს ისე ნახავდა. ამბობენ, რომ მასაც კი დააჯერეს, თითქოს მისი საყვარელი ცოლი ცოცხალი აღარ იყო. თავის მხრივ კიმ იუნჰიც ფიქრობდა, რომ მის ქმარს უბედური ბედი ეწია, მაგრამ მაინც ინარჩუნებდა იმედს, რომ მისი ჯარისკაცი, რომელიც უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ერთ დღეს დაბრუნდებოდა. შემდეგი 5-10 წლეულის განმავლობაში მისი საყვარელი მეუღლე სამხრეთ კორეაში არ დაბრუნებულა.
ამ პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც დაკარგული ჯარისკაცები სახლში ბრუნდებოდნენ და ოჯახის წევრები და მეგობრები მათ ცნობდნენ. ქიმის იმედი ამით კიდევ უფრო გაძლიერდა. სჯეროდა, რომ ერთ დღეს დაბრუნებული სწორედ ლი იქნებოდა. 2004 წელს ეს იმედი გამართვდა. იმავე წლის აგვისტოში ქიმმა ტელეფონი აიღო. ზარი ჩრდილოეთ კორეიდან მოდიოდა და ქიმმა მაშინვე იფიქრა, რომ ვიღაცა ფულის გამოძალვას ცდილობდა. უკვე რამდენიმე წელია ესეთ ზარებს იღებდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო. მეორე მხარეს ხმა ისე შეარხია, რომ სულამდე ჩააღწია. ეს იყო მისი დიდი ხნის დაკარგული ქმრის ხმა. ლიამ აუხსნა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია და ეგონა, რომ ის დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. იმავე წელს ბროკერმა, კონტრაბანდისტმა, რომელიც ადამიანებს ჩრდილოეთ კორეაში და იქიდან გადახავს, მიაგნო ლის და უთხრა, რომ მისი ცოლი სინამდვილეში ცოცხალია და ფინანსური მიზეზების გამო უნდა დაეკონტაქტებინა მასთან. თუმცა ლი ფულზე არ ფიქრობდა, მას თავისი ძველი ცხოვრების დაბრუნება სურდა და ამიტომ დაურეკა მას. გრძელი განშორების შემდეგ წყვილმა შეხვედრა დაგეგმა, მაგრამ როცა შეხვდნენ, არც ერთმა ვერ იცნო მეორე. ლი ახლა უკვე 80-იან წლებს უახლოვდებოდა. ის გამხდარი იყო და სიარულისას ირწეოდა. ქიმმა მხოლოდ მისი ცხვირითა და ხმით შეძლო მისი ცნობა. საპირისპიროდ ლიცაც შოკში ჩავარდა, როცა დაინახა, რომ მისი ცოლი კარგად იყო ნასაზრდოები, მაშინ როცა მას პროპაგანდით ჩააგონეს, რომ სამხრეთ კორეელები შიმშილობდნენ, რის გამოც ჯეროდა, რომ ცოლი ცოცხალი აღარ იყო. სკვილი ერთმანეთს ჩაეხუტა და სიხარულისგან ატირდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ჯარისკაცი დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ ის ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრობდა, გათავისუფლებული იყო, ახალი ოჯახი შექმნა და ხელახლა დაქორწინდა. იმ დღეს, როდესაც გაიგო, რომ მისი პირველი ცოლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მან თავისი მეორე ცოლს გადასცა ის ქონება, რომელიც საიდუმლოებების გაყიდვით დააგროვა და წავიდა, რათა ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა, სანამ ომის თვე გახდებოდა. ფული, რომელიც მან დატოვა, საკმარისი იყო პატარა სახლის შესაძენად. ლი მას შემდეგ თავის წარსულზე აღარ უსაუბრია. ეხლა ბედნიერი ვარ, შენ ჩემი ცოლი ხარ, უთხრა მან ქიმს. ამერიკული მონარქი პეპლების მიგრაცია ბუნებრივი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სასწაულია. მონარქის არც ერთი სხვა ქვესახეობა ესეთ გრძელ მოგზაურობას არ ახორციელებს. მეცნიერები 10 წლეულებია ცდილობენ გაარკვიონ, როგორ ახერხებს პეპელა ამ მიგრაციას, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და ამოუხსნელი საიდუმლო არსებობს. ზაფხულის განმავლობაში მონარქის პეპელა სამხრეთ კანადასა და ჩრდილოეთ შეერთებულ შტატებში გვხვდება. ისინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პეპელებია შეერთებულ შტატებში. მათი მკვეთრი ნარინჯის ფერი და შავი შეფერილობა მაშინვე ცნობადია. მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერში პეპელა იწყებს ამ ჩრდილოეთ ტერიტორიებიდან გაქრობას და სამხრეთისკენ მოგზაურობას. მომდევნო 2-დან 3 თვემდე პერიოდში პეპლები იკრიბებიან მხოლოდ რამდენიმე ადგილას, მექსიკასა და კალიფორნიაში, სადაც ისინი მთელ ზამთარს ატარებენ, სანამ ზაფხულისთვის ჩრდილოეთით დაბრუნებას დაიწყებენ. ამ მიგრაციაში ბევრი საინტერესო ელემენტია, რომელთა გაგებასაც მეცნიერები მხოლოდ ახლა იწყებენ. პეპლებს, როგორც წესი, ძალიან მოკლე სიცოცხლის ციკლი აქვთ და მხოლოდ რამდენიმე კვირას ცოცხლობენ. მექსიკიდან და კალიფორნიიდან კანადაში ჩრდილოეთისკენ მიგრაციას რამდენიმე თაობა სჭირდება. კანადაში ყვავილებს დამტვერავი მონარქი პეპლები. იმ პეპლების შვილთაშვილები არიან, რომლებიც მექსიკაში იყვნენ. კიდევ რამდენიმე თაობა გადის, სანამ სამხრეთისკენ მოგზაურობის დრო დადგება, მაგრამ ეს მიგრაცია სრულიად განსხვავებულია. როდესაც პირობები შესაფერისია, იბადება ეგრეთ წოდებული სუპერთაობა. ეს თაობა შეიძლება იცოცხლოს 6-დან 9 თვემდე, მოახერხოს მთელი მოგზაურობა სამხრეთისკენ და ზამთრის შემდეგ დაიწყოს დაბრუნება ჩრდილოეთისკენ. ზუსტად რა იწვევს სუპერთაობის დაბადებას, მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ. მიჩნეულია, რომ ეს გამოწვეულია გარემო ფაქტორებით, მაგალითად ტემპერატურით ან დღის სიგრძით, მაგრამ ზუსტი მექანიზმი უცნობია. აქ გამოსახულია მარა მინოტი 29 წლის კალამაზუს მიჩიგანი მკვიდრი, რომელიც ექსცენტრულ პიროვნებად მიიჩნევა და აღიარებულია როგორც ხელოვანი და ადგილობრივი აქტივისტი. როგორც მისი ფერადი ტანსაცმლითა და თმაზე დამაგრებული მძივებითა და ქვებით ჩანს, მარა ძალიან კოლორიტული პიროვნებაა, გამორჩეული და შეუმჩნეველი ვერ დარჩება. მისმა მხატვრულმა უნარებმა მას მხოლოდ ჰობი კი არ მისცა, არამედ ბიზნესიაც. ის თავის ნამუშევრებს ქალაქში ყიდდა, ხშირად სამაჯურებისა და კელსაბამების სახით, ისეთების, როგორიც ამ სურათზე აცვია. მაგრამ დასავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით დაამთავრა, რაც მისთვის ყველაზე საამაყო მიღწევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი დეტალები არ გახმაურებულა, მას ახლო მეგობრების წრეხავდა, რომლებთანაც კავშირი არასდროს გაუწყვეტია. ამიტომ, როდესაც 2025 წლის ნოემბერში მასთან კონტაქტი შეწყდა, მეგობრები ბუნებრივად შეშფოთდნენ.
თვეები გავიდა ისე, რომ არავის უნახავს ეს ქალი, რის გამოც დაკარგულად გამოცხადების შესახებ განაცხადი გაკეთდა. მისმა ოჯახის წევრებმა წელს თებერვლის დასაწყისში კალამაზის პოლიციის დეპარტამენტს მიმართეს. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარა ბოლოს კალამაზუში პორტეიჯის ქუჩაზე ნახეს, თუმცა არ დადასტურებულა, რატომ იმყოფებოდა ის იქ. ეს ნახვა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ ის დაკარგული იყო და შემდგომი ნახვები დაუფიქსირებელი დარჩა. ქალი გაუჩინარდა თავისი გამორჩეული ავტომობილით, ბეჟი ფერის 2005 წლის მერკური მონტეგოთი, რომლის სანომრე ნიშნიც იყო Marambo. ის ცნობილი იყო, რომ მოგზაურობდა მიჩიგანის ტერიტორიაზე და ქმნიდა თავის ნამუშევრებს. ამბის გავრცელებამ ინტერნეტში საზოგადოება გააფრთხილა, რომ ცნობილი ადგილობრივი დაკარგული იყო, რამაც ბევრს უბიძგა ყურადღებით ეძებნა იგი. ერთმა ადამიანმა, რომელიც მარას კარგად იცნობდა, თქვა, რომ მას თითქმის ყოველღამე ხედავდა, როცა ის სატვირთო გაჩერებაზე ჩერდებოდა. ამბობენ, რომ ამ პერიოდში ის თავის მანქანაში ცხოვრობდა და იქიდან სამაჯურებსა და ყელსაბამებს ხინდა. თუმცა სატვირთო გაჩერების თანამშრომლებს ის რამდენიმე თვე არ უნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ მარას აიდაჰოსთან პირდაპირ კავშირი ან იქ ყოფნის მიზეზი არ ჰქონდა, გამომძიებლები მაინც იქ აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ აიდაჰოს სამართალდამცავებს მარასთან კონტაქტი ჰქონდათ. 2025 წლის ბოლოს, სავარაუდოდ დაუზუსტებელ საგზაო საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე პოლიცია დანაშაულს არ ეჩობდა და მხატვრის ძებნა გაგრძელდა. მისმა ოჯახმა იზრუნა იმაზე, რომ მისი პლაკატები ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო და სოციალურ ქსელებში მუდმივად ავრცელებდა განახლებებს. ბოლო ხილვის დროს ამბობდნენ, რომ მარა თავის საქმიანობას უსახლკაროების დახმარებაზე ამახვილებდა, რის გამოც გამომძიებლებმა სხვადასხვა ბანაკები შეამოწმეს. აღწერეს ქალი, რომელიც იყო 5 ფუტი და 5 ინჩი სიმაღლის, ატარებდა კაშკაშა ფერებს და ჰქონდა მხებამ და მხრებამდე თმა. რამდენიმე დღის შემდეგ მას რომ დაკარგულად გამოაცხადეს, საბოლოოდ გადამწყვეტი წინსვლა მახ და ეს ზუსტად ის იყო, რასაც ყველა იმედოვნებდა. მარა მინოტი უსაფრთხოდ და ჯამრთლად იპოვეს. ის ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაში იმყოფებოდა დაუდასტურებელი მიზეზებით. მისი აღმოჩენის შესახებ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. ოჯახმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკარგული ქალი არ იმყოფება საფრთხეში და არც საქმის დასაწყისიდან ყოფილა რაიმე საფრთხის წინაშე. 2023 წელს გერმანიაში დაკარგული სამეფო სასახლის გათხრებისას არქეოლოგებმა უცნაური აღმოჩენა გააკეთეს, რომელსაც ვერაფერი ახსნა ვერ მოუძებნეს. ორი ჩონჩხი გვერდი იცვა. ერთი ჩონჩხი ისეთივე მთლიანად იყო შემონახული, როგორც 1000 წლის ჩონჩხისგან მოელოდნენ. მეორე იყო ქალი, რომელსაც სახის ძულები მთლიანად აკლდა. გათხრები სოფელ იზელბენის მახლობლად ჩატარდა. 2021 წლიდან არქეოლოგები შუა საუკუნეების პერიოდის ნაგებობების ნაშთებს ავლენენ. ეს იყო ჰელპტა, ნიშნულოვანი ადგილი კაროლინგებისა და ოტონიანების დინასტიებისთვის, რომლებიც მართავდნენ 750-დან 124 წლამდე. გათხრები დაიწყო გრანდიოზული საკათედრო ტაძრით, რომელიც ოტო დიდის ბრძანებით აშენდა. ოტო მართავდა 926-დან 973 წლამდე და ითვლება პირველ ნამდვილ წმინდა რომის იმპერატორად. შემდეგი 2 წლის განმავლობაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სახლები, კომერციული შენობები და საჯარო ღონისძიებებისთვის აუდიტორიაც კი. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა სასახლე იყო. ამ ნაგებობას ჰქონდა თბილი ჰაერით გათბობა და ბევრად უფრო მონუმენტური დიზაინი, ვიდრე ამ რაიონში სხვა შენობებს. ის ასევე გარშემორტმული იყო გამაგრებებით და კოშკით, რომელიც თავდაპირველი მშენებლობის შემდეგ აიგო. ექსპერტების თქმით, სასახლე სავარაუდოდ მასპინძლობდა სამეფო ოჯახს, როდესაც ისინი ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. არქეოლოგებმა სწორედ ამ ციხის მიმდებარე ტერიტორიის გათხრებისას გააკეთეს უცნაური აღმოჩენა. ორი ადამიანი გვერდ ციხესთან ახლოს სამარხებში იყო დაკრძალული. ერთ-ერთი მათგანი იყო მამაკაცი, რომელსაც აშკარად მნიშვნელოვანი სტატუსი ჰქონდა. მისი დაკრძალვა ციხესთან ახლოს და ელიტარულ სასაფლაოსთან დიდი პატივი იქნებოდა, ხოლო მასთან ნაპოვნი სამარხის ნივთები ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამყარებდა. ის დაკრძალული იყო ქამრის კომპლექტითა და თანამდებობრივი კვერთხით, გენერლების მიერ დარებულის მსგავსით, რომელიც მათ სტატუსს უსვამდა ხაზს. არქეოლოგები ამ სამარხს მაღალი რანგის პირის სამარხად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ის შესაძლოა სასახლის რომელიმე ოფიციალური პირი ან მმართველი ყოფილიყო. მათი სიახლოვის გამო მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ მის გვერდით მყოფი ქალის ჩონჩხი მისი ცოლი იყო, თუმცა მას სამარხში არანაირი ნივთი არ ჰქონდა ჩატანებული. ეს თავისთავად ცოტა უცნაური იქნებოდა. არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ სამარხები დარღვეული იყო, რაც მიუთითებს, რომ ნივთები მას შემდეგ არ მოუპარავთ, რაც ქალი დაკრძალეს. ერთი ვარაუდი იყო, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ქალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი რწმენის საფუძველზე.
მე-19 საუკუნისთვის ქრისტიანობა უკვე ფეხმოკიდებული იყო გერმანიაში, მაგრამ ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ტრადიციულ პრაქტიკებს თანამედროვეებთან აერთიანებდნენ. როგორც ჩანს, ქალის ქმარი აგრძელებდა ამ ტრადიციულ პრაქტიკებს, მაშინ როცა მან უფრო მარტივი საფლავი აერჩია. მაგრამ ერთი რამ, რასაც რწმენა ვერ ხსნიდა, იყო სახის ძვლების არარსებობა. ქალის თავი, როგორც ჩანს, შიგნიდან მთლიანად იყო გამოცლილი. მისი სახის ძვლები და თავის ქალის ზედა ნაწილი სრულიად აკლდა, რაც შემზარავ სურათს ტოვებდა. როგორ მოხდა ეს, ან რატო, საიდუმლოა. რადგან საფლავი არ იყო დარღვეული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალის სახის ძვლები მას შემდეგ წაეღოთ, რაც უკვე დაკრძალული იყო. შესაძლოა გარკვეული დაზიანება უბრალოდ მიწის ქვეშ დიდხანს ყოფნის შედეგად იყო გამოწვეული, მაგრამ მსგავსი დაზიანება არ შეინიშნებოდა მის მეუღლეზე, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებით იმავე პერიოდში იქნებოდა დაკრძალული. ერთი თეორიაა, რომ ის შესაძლოა გარდაცვლილიყო რაიმე სახის უბედური შემთხვევის შედეგად, რამაც ასევე დააზიანა მისი სხეულის ამ ნაწილის ძვლები. მაგრამ გათხრების დროს ზუსტად დადგენა შეუძლებელია. ძვლები შემდგომი ანალიზისთვის ამოიღეს, იმ იმედით, რომ არქეოლოგები უფრო ზუსტ თარიღს დაადგენდნენ, როდის გარდაიცვალა წყვილი, ასევე გამოავლენდნენ მეტ საიდუმლოს მათი ცხოვრების და გარდაცვალების შესახებ. 46 წლის მელანი ბალინჯერი უაილის ტეხასის მცხოვრებია, რომელიც პარკვუდ დრაივის 100-იან ბლოკში ცხოვრობს. ის დაქორწინებულია დენიელ ბალინჯერზე და წყვილს 2 პატარა ქალიშვილი ჰყავს. მელანის გულის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მუდმივად სჭირდებოდა მედიკამენტების მიღება. მას ასევე დაგეგმილი ჰქონდა გულის ოპერაცია 2024 წლის ნოემბერში, აუცილებელი სამედიცინო პროცედურა, რომელსაც მისი მოულოდნელი გაუჩინარება დააყოვნებდა. Wiley's Policy's დეპარტამენტის ოფიცრები გამოიძახეს Parkwood Drive-ის 100 ნომრიან მონაკვეთზე, სადაც მათ პანიკაში მყოფი დანიელი დახვდათ. მან ახსნა, რომ ნოემბრის 3-ს კვირას აღამოს გვიან, წყვილი საღამოსთვის ემზადებოდა და დასაძინებლად წავიდა. მელანი იმ საღამოს მის გვერდით იცვა მათ სახლში, მაგრამ როცა დანიელი გაიუიძა, ცოლის ადგილი ცარიელი დახვდა. მისი საფულე, მობილური ტელეფონი და მედიკამენტები, რომლებიც მის ჯანმრთელობასთვის აუცილებელია, ტუმბოზე იყო დატოვებული. იმ ორშაბათს დაახლოებით 6 საათსა და 35 წუთზე პოლიციელებმა მამაკაცის ჩვენება მიიღეს და დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეადგინეს. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მელანი ბოლოს წინაღამით დაახლოებით 22:00 საათზე ნახეს, როცა წყვილი დასაძინებლად წავიდა. მისი ყველა პირადი ნივთი, მათ შორის ავტომობილი, ადგილზე დარჩა. სამართალდამცველებს მხოლოდ ვარაუდი შეეძლოთ, რა მოხდა შემდეგ, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, მელანი დაკარგული იყო და სასწრაფოდ უნდა ეპოვათ. ძებნის პირველ საათებში ოფიცრები, გამომძიებლები, კინოლოგიური სამძებრო ჯგუფები და ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ვერტმფრენები ტერიტორიას გულდასმით ამოწმებდნენ. მიწის ზედა და საჰაერო ძებნები ჩატარდა, მაგრამ დაკარგული დედის გვალს ვერ მიაგნეს. ნოემბრის 6-ში, მას შემდეგ რაც 3 დღე იყო გასული მისი ბოლოს ნახვიდან, პოლიციამ გაავრცელა განახლება, სადაც განაცხადეს, რომ ძებნა კვლავ აქტიურია და ახლა საზოგადოებას სთხოვენ, რომ მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია. მელანი აქტერეს როგორც ქალი, შავი თმითა და ყავისფერი თვალებით. იმ დროს მისი სიმაღლე იყო 5 ფუტი და 7 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 135 ფუნტი. არ იყო ცნობილი, რა ეცვა მას სახლიდან გასვლის დროს. ოფიცრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლოს ის საკუთარ სახლში ნახეს და სთხოვეს მეზობლებსა და ადგილობრივ ცხოვრებლებს შეემოწმებინათ თავიანთი სათვალთვალო კამერები, იმ იმედით, რომ მას დააფიქსირებდნენ. ერთი დღის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა გასცა კოორდინირებული სამართალდამცავი ორგანოების ზრდასრულთა გადარჩენის განგაში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Clear განგაში. ამ დროისთვის საძიებო არეალი რამდენიმე უბანზე იყო გაფართოებული და ხელისუფლება საზოგადოებიდან მიღებულ ინფორმაციაზე იყო დამოკიდებული. გამომძიებლებს საათობით მოუწიათ ვიდეო კამერების ჩანაწერების გადახედვა, რადგან ისინი ცდილობდნენ მელანის გადაადგილების კვალის აღდგენას. იმისათვის, რომ საქმეზე მეტი ყურადღება მიექციათ, დაკარგული ქალისათვის სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა. სიტყვა მთელ საზოგადოებაში გავრცელდა და ეხლა ყველა უკვე გაფაციცებით ეძებდა მის კვალს. სწორედ ასეთი დონის ყურადღება აგუჩნდებოდა გადამწყვეტი მელანი ან სხვა დაკარგული პირის პოვნაში. ნოემბრის 9 რიცხვში თითქმის 1 კვირის შემდეგ მისი გაუჩინარებიდან 2 შვილის დედა იპოვეს. უაილის მცხოვრებმა აბი ლეინისა და ტაილერ ტრეილის მახლობლად ძლიერ გაუწყლებული ქალი იპოვა. მცხოვრებმა მაშინვე იცნო იგი, როგორც დაკარგული ქალი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდა უაილის პოლიციის დეპარტამენტს. მელანი სწრაფად გადაეკვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში სამკურნალოდ და მას შემდეგ ის ოჯახს დაუბრუნდა. ამ დროისთვის მისი ერთკვირიანი გაუჩინარების შესახებ დამატებითი დეტალები საჯაროდ არ გავრცელებულა. საზოგადოება უბრალოდ ბედნიერი იყო, რომ ის უსაფრთხოდ იყო.
ბოროტების ღერძი ასტროფიზიკაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფენომენია. ეს არა მარტო გვაიძულებს ეჭვქვეშ დავაყენოთ ფიზიკის ჩვენი გაგება, არამედ შეიძლება თვითრეალობაშიც კი შევოტანინოს ეჭვი. საუკუნეების განმავლობაში მეცნიერება ამყარებდა ერთ მარტივ პრინციპს. არაფერია სამყაროში ისეთი, რაც დედამიწას ან თუნდაც ჩვენს მზის სისტემას განსაკუთრებულად აქცევს. არც დედამიწა და არც მზე არ არის სამყაროს ან თუნდაც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში. ეს მეცნიერებისთვის სასარგებლოა. თუ მზე ან მზის სისტემა განსაკუთრებული არის, შეგვიძლია ის გამოვიყენოთ როგორც მოდელი სხვა ვარსკვლავებისა და სისტემების გასაგებად. შორეულ ვარსკვლავებზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როგორი იყო მზე მილიარდობით წლის წინ. მაგრამ მეცნიერებმა, რომლებიც სამყაროს ყველაზე დიდ მასშტაბებზე აკვირდებიან, შენიშნეს რაღაც, რაც მიუთითებს, რომ ჩვენი მდებარეობა განსაკუთრებულია. კოსმოსური ფონის გამოსხივება არის რადიოტალღები, რომლებიც, როგორც ამბობენ, დიდი აფეთქების შედეგად დარჩა. ეს რადიოტალღები არსებობს მას შემდეგ, რაც სვეტის სამყარო, როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით 300,000 წლის იყო, როცა ის სინათლე, რომელიც ყველაფრის დასაწყისში უნდა შექმნილიყო, საკმარისად გაცივდა. მას შემდეგ ის მთელ სამყაროში გავრცელდა. როცა ცას უყურებენ, ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ კოსმოსური ფონის რადიაცია თითქმის ყველგან ერთნაირია, სადაც არ უნდა შეხედონ. არსებობს მცირე რყევები, რომლებიც გამოწვეულია იმ დროინდელი უმნიშვნელო განსხვავებებით, როცა სამყარო ახალგაზრდა იყო, მაგრამ ეს რყევები შემთხვევითია. ის რაღაცით ტელევიზორის სტატიკას გავს და ტიპური ტელევიზორის სტატიკის მცირე ნაწილი რეალურად კოსმოსური ფონის რადიაციით არის გამოწვეული. მაგრამ როცა უფრო ახლოდან დააკვირდნენ, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ აქ გარკვეული კანონზომიერებაა. კოპერნიკის პრინციპი გთავაზობს, რომ საკმარისად დიდ მასშტაბზე სამყარო ყველგან ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს, მიუხედავად იმისა, საითაც უყურებთ ან რა მიმართულებით ვართ. გამის ცის ერთი ნაწილი ჰგავს მეორეს. მაგრამ ამის ნაცვლად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცა თითქოს ორ ნაწილად არის გაყოფილი. კოსმოსური ფონის გამოსხივების ტემპერატურა დაახლოებით 2.726 კელვინია, სადაც არ უნდა შევხედოთ, მაგრამ ამ ტემპერატურაში მცირე მერყეობებია. და მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გამოსხივების ტემპერატურა სამყაროში დედამიწის ორბიტის სიბრტყის ქვემოთ ოდნავ უფრო ცივია, ვიდრე გამოსხივების ტემპერატურა სიბრტყის ზემოთ. ის ფაქტი, რომ სამყაროს ერთი ნახევარი ოდნავ უფრო ცივია, ვიდრე მეორე ნახევარი, თავისთავად კოპერნიკის პრინციპის დარღვევაა. მაგრამ ფონის გამოსხივების რუკებზე ჩანს მკაფიო-მრუდ-კაფიო-მრუდი ხაზი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს გაყოფა არსებობს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ხაზი თითქოს იდეალურად ემთხვევა მზის სისტემის სიბრტყეს, კიდევ უფრო უცნაურია. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ სამყაროს ორი ნახევარი აქვს, რაც თავისთავად საინტერესო და შესაძლოა რევოლუციური იქნებოდა. არამედ იმასაც ამბობს, რომ მზე, დედამიწა და სხვა პლანეტები სწორედ იმ წერტილში იმყოფებიან, სადაც ეს გაყოფა ხდება. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს მზის სისტემას, რომელსაც ყველა სხვა მეცნიერული ცოდნის მიხედვით ესეთი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მეცნიერებმა ამას ბოროტების ღერძი უწოდეს, რადგან ის თითქოს არ ღვევს ჩვენს წარმოდგენას სამყაროზე. კოსმოსური ფონის გამოსხივება ერთადერთი მტკიცებულება არ არის ბოროტების ღერძის არსებობის. მეცნიერებმა აღმოაჩინეს სხვა კანონზომიერებებიც, რომლებიც თითქოს ამ ღერძთან თანხვედრაშია, მაგალითად, რომელი მიმართულებით ბრუნავს სპირალური გალაქტიკების მკლავები. ჯერჯერობით არ არსებობს დამაკმაყოფილებელი პასუხი, თუ რატომ არსებობს ეს ღერძი. ერთი თეორია ამბობს, რომ პრობლემა თავად მონაცემებშია, ან ექსპერიმენტებშია, რაღაც ხარვეზი. მონაცემების შეგროვების რამდენიმე რაუნდი ჩატარდა იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული ბოროტების ღერძი აღმოეპყრათ, მაგრამ ის კვლავ ჩნდება. შესაძლოა მონაცემების შეგროვებაში დედამიწიდან იყოს რაღაც ხარვეზი და თუ კოსმოსური ფონის გამოსხივებას სამყაროს სხვა წერტილიდან დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს ღერძი საერთოდ არ არსებობს. მაგრამ ამას მხოლოდ მომავალი ექსპერიმენტები დაადგენს. შესაძლებელია, რომ ჩვენი წარმოდგენა თავად კოსმოსური ფონის გამოსხივების შესახებ მცდარია. თუ კოსმოსური ფონის გამოსხივება უფრო მეტად ჩვენს მზის სისტემასთან არის დაკავშირებული, ვიდრე ნამდვილ კოსმოსთან, ეს ახსნიდა რატომ ემთხვევა ის ამ სიბრტყეს. 1995 წლის 12 თებერვალს ალეკ ჯეიდენ ფიშმენი დაიბადა პატარა ერთმანეთთან ახლო ოჯახში. ის გაიზარდა ჰენდერსონში, ნევადაში და ზდასრულ ასაკშიც კი ახლოს იყო თავის ოჯახთან. ალეკის წარსულის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მისი ცხოვრების შემდეგი ნაწილი კი 2023 წლის ბოლოს განახლდა. ეს იყო დრო, როდესაც მისი მოსიყვარულე ოჯახი, განსაკუთრებით დედა, თემი ჰასკეტ ანდერსონი, მისი ძლიერი დამცველი გახდა, როცა ალეკი იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდა. 28 წლის ალეკმა მშობლებს უთხრა, რომ დენვერში, კოლორადოში მეგობრებთან სტუმრად წავიდოდა. შემდეგ კი სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში გაემგზავრებოდა, რათა ყოფილ შეყვარებულს შეხვედროდა. ის მასთან დაახლოებით 3 კვირით დარჩებოდა. 27 სექტემბერს მან ლას-ვეგასიდან, ნევადადან დენვერში გაფრინდა, სადაც 10 საათიანი გადაჯდომა ჰქონდა.
ბოლოს მას შეეძლებოდა შემდეგ რეისზე ასვლა, რომელიც სან-ფრანცისკოში წაიყვანდა. თუმცა ყველაფერი და გეგმები მოულოდნელად შეწყდა, როდესაც ალექს, როგორც ამბობენ, თვითმფრინავის დატოვება სთხოვეს, სწორედ მაშინ, როცა ის უნდა გაფრენილიყო. ავიაკომპანიის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, მან სხვა მგზავრი უხერხულ მდგომარეობაში ჩააკრენა. ახალი რეისით გაფრენის ნაცვლად, მან დენვერის საერთაშორისო აეროპორტი ლიფტით დატოვა. შემდეგ კი მას მიაკულიეს Econo-Lodge-ის სასტუმროში, რომელიც 70 ნომერ ავტომაგისტრალთან ახლოს, კოლორადოს ქალაქ აურორაში მდებარეობს. მან ამ სასტუმროში 28 რიცხვის დილის 2:13 საათზე დაბინავდა. 8 საათზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ დილის 10:59 საათზე. მან დატოვა Econo-Lodge-ის სასტუმრო და სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს იგი. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ტოვებს სასტუმროს ფეხით და ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. მას შემდეგ ალექსის ოჯახს მისგან არაფერი სმენია. რამდენიმე დღე გავიდა ისე, რომ თემის შვილისგან არაფერი სმენია და შეშფოთება გაიზარდა. შემდეგ დაკარგული პირის შესახებ განცხადება შევიდა ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტში, რამაც დაუყოვნებლივი გამოძიება გამოიწვია. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დაკარგულმა მამაკაცმა ბოლოს მობილური ტელეფონი იმ დღეს გამოიყენა, როცა Econo-Lodge-ის სასტუმროდან გავიდა, თუმცა ტელეფონი კიდევ 2 დღის განმავლობაში იყო ჩართული, რის შემდეგაც სავარაუდოდ ბატარეა დაუჯდა. ალექსის დედამ აღნიშნა, რომ ვიდეოში ჩანს უცნობი მამაკაცი, რომელიც მას უკან მიხვება. პოლიცია ფიქრობდა, რომ ის უბრალოდ კიდევ ერთი სტუმარი იყო სასტუმროში და არ ჰქონდათ მიზეზი ეეჯვათ, რომ ის ალექსის გაუჩინარებაში იყო ჩართული. თემი და მისი ქმარი თემი დაიწყებდნენ თანამშრომლობას არაკომერციულ ორგანიზაციასთან, რომელიც ოჯახებს მათ მსგავსად ეხმარებოდა ძევნის ჩატარებაში ძაღლების დახმარებით. სუნის ამღები ძაღლები მიიყვანეს Econo-Lodge-ში და ერთ-ერთმა მათგანმა ისინი ახლო მდებარე ტბასთან მიიყვანა. ძაღლი ტბის ნაპირზე დაჯდა, რაც ნიშნავდა, რომ სუნი აიღო. შემდეგ დენვერის სახანძრო სამსახურმა ტბაში მკვინთავები ჩაუშვა, მაგრამ წყალში არც ალეკის და არც მისი ნივთების კვალი ვერ აღმოაჩინეს. კიდევ 2 ძაღლს გამომძიებლები იმავე ადგილამდე მიხავდა, რამაც მეორე ძებნა გამოიწვია, თუმცა ესეც უშედეგოდ დასრულდა. შემდეგ გუნდმა დაასკვნა, რომ ალეკი სავარაუდოდ სასტუმროში ყოფნის პერიოდში ტბას ესტუმრა. თითქმის 1 თვის განმავლობაში საქმეში ახალი ინფორმაცია არ გამოჩენილა, მაგრამ ანეკის ოჯახი კვლავ აგრძელებდა მისთვის ბრძოლას. ყველანაირად ავრცელებდა მის ისტორიას და რამდენჯერმე მიმართა საზოგადოებას ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რაც მის ადგილსამყოფელზე მიგვანიშნებდა. მათი აღწერეს როგორც კავისფერწმიან და კავისფერთვალება ადამიანს. მისი სიმაღლე იყო 5 ფუტი და 6 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 150 ფუნტი იმ პერიოდში. მას ასევე ჰქონდა უვაში და წვერი, შესაძლოა თხის წვერი, როდესაც გაუჩინარდა. ალექს ასევე ჰქონდა რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი, მათ შორის რამდენიმე ტატუ. იოშუა 19 ჰქონდა ამოსვირინგებული მარჯვენა წინამხარზე, ხოლო გემი ბოთლში ამშვენებდა მის მარცხენა კოჭს. მას ასევე ჰქონდა ებრაული ასოები გუმკერდზე და 2 თევზი მარცხენა მხარზე. ბოლო დროს ის ნახეს შავ მაისურში, ჟანგისფერი კაპიუშონიანი ჰუდით და ნაცრისფერი ტილოსფეხსაცმელებით, რომელთაც მწვანე თასმები ჰქონდა. მას ასევე ჰქონდა მწვანე ზურგჩანთა. საინტერესოა, რომ 23 ოქტომბერს პოლიციას აკლენდში, კალიფორნიაში, კვალმა მიიყვანა, სადაც ალეკის მობილური ტელეფონი მოულოდნელად აღმოჩნდა. ეს დაახლოებით 1230 მილით იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც ბოლოს ალეკი ნახეს. ამ კვალით გამომძიებლებმა კიდევ ერთი მართლაც შემაშფოთებელი რამ აღმოაჩინეს. როგორც ირწმუნებოდნენ, ოკლენდში ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც ალეკად ასაღებდა თავს და სხვადასხვა აპლიკაციით ფულს ითხოვდა. მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია სოციალურ მედიაში გავრცელდა, მათ შორის Facebook-ის სხვადასხვა დაკარგული ადამიანების გვერდებზე, იმ იმედით, რომ ვინმე ინფორმაციას მიაწვდიდა. შემდეგი 4 თვის განმავლობაში საქმე მიძინებული იყო, სანამ მოულოდნელი ამბავი არ გამოცხადდა თემის Facebook-ზე 2024 წლის 26 თებერვალს. ალეკი ნაპოვნი იყო და ის უსაფრთხო და ჯანმრთელად იყო. ოჯახმა არ გაამჟღავნა დეტალები იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდა დაკარგული კაცი ბოლო 4 თვის განმავლობაში. თუმცა საზოგადოებას შესთავაზეს გულთბილი ფოტო ოჯახის წევრებისა და ადრე დაკარგული ალეკ ჯეიდენ ფეშმანის. ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მადლობა გადაუხადეს საზოგადოებას საქმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რამაც საბოლოოდ მისი პოვნა შესაძლებელი გახადა. თქვენთან დახმარების გარეშე შესაძლოა კვლავ ერთად ვერ ვიქნებოდით. ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია, როცა საყვარელი ადამიანი დაკარგულია, ასე აღნიშნეს მათ. ნელი ჟანგბადი არის სახელწოდება ჟანგბადისთვისთვის, რომელიც როგორც ჩანს, ზღვის ფსკერზე წარმოიქმნება. ის იქმნება ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივი ვერ აღწევს, რაც ნიშნავს, რომ წარმოქმნის მეთოდი უნდა იყოს ისეთი, რაც მეცნიერებს ბუნებაში აქამდე არასდროს უნახავთ. მაგრამ როგორ მუშაობს ეს, შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა სიცოცხლეზე ამ ბნელ ადგილებში და შესაძლოა სხვა სამყაროებში არსებულ სიცოცხლეზეც.
სასუნთქი ჟანგბადის უმეტესობა დედამიწაზე წარმოიქმნება ფოტოსინთეზის ბიოლოგიური პროცესის საშუალებით. მცენარეები და მიკროსკოპული ორგანიზმები, როგორიცაა ფიტოპლანქტონი, იყენებენ მზის სინათლეს და ნახშირორ ჟანგს ენერგიის მისაღებად და ჟანგბადს გამოყოფენ როგორც ნარჩენ პროდუქტს. მზის სინათლე ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ეს მხოლოდ იმ ადგილებში ხდება, სადაც სინათლე აღწევს. მზის სინათლე ოკეანის მხოლოდ პირველ 1000 მეტრში აღწევს. ამის შემდეგ უკვე ძალიან ბნელა იმისთვის, რომ ფოტოსინთეზი მოხდეს. ჟანგბადი ამ ქვედა ფენებში ზედაპირიდან მოდის, დინებები მას ქვემოთ წევს. მაგრამ 2024 წელს მეცნიერების ჯგუფმა გამოავლინა, რომ შესაძლოა ჟანგბადის კიდევ ერთი წყარო იყოს ოკეანის ამ ბნელ ფენებში. მეცნიერებმა, რომლებიც ზღვის ფსკერზე ლითონურ კონკრეციებს იკვლევდნენ, ექსპერიმენტის შედეგებში უცნაური რამ შენიშნეს. ეს კვანძები დაახლოებით კარტოფილის ზომისაა და ძირითადად მანგანუმისა და რკინისგან შედგება. მაგრამ კვანძებში ასევე არის ნიკელის, სპილენძის, კობალტისა და იშვიათი მიწის მეტალების კონცენტრაციები. ეს ყველაფერი სულ უფრო და უფრო აუცილებელი ხდება თანამედროვე ცხოვრებისთვის, რადგან ისინი მრავალი ელექტრონიკის შემადგენლობაშია. ბევრგრძმაცკლოვან სამთო კომპანიას ჩატარებული აქვს კვლევები ამ რეგიონებში პროექტებისა და მაღაროების განხორციელებადობის დასადგენად. ერთ-ერთი ასეთი კვლევა Clarion Clipperton-ის ზონა ცნობილ ტერიტორიაზე იყო, რომელმაც უცნაური შედეგები გამოიღო. ექსპერიმენტებმა სპეციალური კამერები ჩაუშვეს ზღვის ფსკერზე სხვადასხვა ფაქტორების გასაზომად. დროთა განმავლობაში წყალში ჟანგბადის დონე აუხსნელად გაიზარდა. კვლევაში ჩართული მეცნიერების თქმით, შედეგებმა ისინი წლების განმავლობაში დააბნია. მათ ვერ ახსნეს ჟანგბადის წყარო და არ სურდათ თავიანთი აღმოჩენების გამოქვეყნება. 2024 წელს მათ საბოლოოდ გაამხილეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის. როგორ გაიზარდა ჟანგბადის დონე, ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ მეცნიერებმა ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა მეტალის კვანძები იყოს. ელექტროლიზი არის პროცესი, რომლის დროსაც წყალი იშლება ცალკეულ წყალბადისა და ჟანგბადის მოლეკულებად. ეს პროცესი ბევრ ენერგიასა და ელექტროენერგიას მოითხოვს, მაგრამ მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კვანძებს შესაძლოა დამუხტული ზედაპირი ჰქონდათ, რაც პროცესის განხორციელებას შესაძლებელს ხდის. ასევე შესაძლებელია, რომ ღრმა ზღვის ფსკერზე სხვა ბიოლოგიური პროცესი მიმდინარეობდეს, რომელიც ჯერჯერობით შეუმჩნეველი დარჩა. სხვა მეცნიერები შედეგების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ამ წელს გამოქვეყნებულმა მოსაზრებითმა სტატიამ აღნიშნა, რომ ელექტროლიზის პროცესი თერმოდინამიკის კანონებს დაარღვევს. ის თითქოს ენერგიას ქმნის, რაც შეუძლებელი უნდა იყოს. ამ სტატიაში მეცნიერებმა მიუთითეს, რომ ჟანგბადის წყარო ექსპერიმენტული შეცდომა იყო, მაგალითად ზედაპირიდან ჰაერის ბუშტი მოწყობილობაში მოხვდა და იქ დარჩა. საწყის ექსპერიმენტში მონაცემებმა ეს მტკიცება უარყვეს. ახალი ექსპერიმენტები ტარდება, რათა ამ საიდუმლოს ბოლომდე ჩასწვდნენ. ორი ახალი ლენდერი დამზადდა და მომდევნო წლებში ისინი Clarion Clipperton-ის ზონაში გაიგზავნება. შესაძლებელია ამ ექსპერიმენტებმა დაადასტურონ, რომ ეგრეთ წოდებული ბნელი ჟანგბადი არაფერია, თუ არა ექსპერიმენტული შეცდომა. დიდი მადლობა ყურებისთვის, მეგობრებო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების ღილაკს. ესევე არ დაგავიწყდეთ გამოწერა და აჭირეთ შეტყობინების ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით, მეგობრებო.